არავის არაფერი არ კითხეს, ადგენენ და შეიმუშავეს ეს გენიალური რეფორმა. ეს არის პერსონალურად ირაკლი კობახიძის პროექტი. ფაქტია, რომ აქ არ მონაწილეობდა განათლების ექსპერტი, აქ არ მონაწილეობდა ვინმე, ვინც ზოგადად ერკვევა განათლება რა არის. კანონ პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. ასეთი არ არსებობს, ხო, წითლაწერი. აქ მარტო შრომის ბაზრის კვლევის ტრაგედია კი არ არის და უპასუხისმგებლობა, აქ არის ტრაგედია სრულ მეცნიერებამ როგორ გაიკვალა გზა ქართულ აკადემიაში. რომელი ბაზრის კვლევით დადგინდა, რომ 20 ასტროლინგვისტი გჭირდება, სინამდვილეში გაუჩნდა ვიღაცას არხი პულის კეთების. რომ აუცილებლად მიადგებიან, მაშინ მე კერძო უმაღლესებს. ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტს აუქმებენ პრაქტიკულად. უამრავი დეტალი აქ არის გაუთვლელი, არის საერთო გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვიღაცას დაჰკრა თავში. რატომ არის ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბევრად უფრო უკეთესი სასათმურო პირობები აქვს. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც არ გაუვლია ავტორიზაცია. წირავ იმისთვის, რომ ჩაეფლონ ჭაობში. ერთადერთი დადებითი მე რაც დავინახე, ეს იყო ილუსტრაცია, რომ ძალიან კარგად გამოჩნდა აკადემიურ სფეროში ვინ არის. აქ მე ვდარდობ იმას, რომ ეს ყველაფერი დაარტყავს ქვეყნის ეკონომიკას და ისე ჩამოვრჩებით, რომ ფეხზე ვეღარ დავდგებით ვეღარასოდეს. ეს ყველაფერი ჩამოიშლება დომინოს პრინციპით. გამარჯობა, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, TikTok-ში და დღეს ვისაუბრებთ განათლებაზე. რა? თავის დებატების დროს TV-იმედზე ირაკლი კობახიძემ 103-ჯერ ახსენა სიტყვა არგუმენტი და დებატების დრო იმდენ ისე იყო განაწილებული, რომ დაახლოებით 60% ეჭირა ხელისუფლების მხარეს, 48% ილაპარაკა ბატონმა ირაკლიმ. ხო, ყველაზე ნაკლები ილაპარაკეს ჩვენი ამჟამინდელი გადაცემის სტუმრებმა, მაგრამ მგონია რომ ყველაზე ბევრი სათქმელი შეიძლება მათ ჰქონდეთ. ქალბატონი ლიკა გუმტი, ერაზმულის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი და ბატონი ლევან გორდეზიანი, თესეუს სრული პროფესორი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და ვისაუბროთ და დავინახოთ თქვენი არგუმენტები, ვისაუბროთ არგუმენტები. პირველ რიგში, რავი, მე დავიწყებდი იმით, თუ ვინ შეიმუშავა რეფორმა. ზოგადად ხელისუფლებას უყვარს ამის გამეორება, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს, მაგრამ მე რაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ვნახე, იყო ბატონი გენო პეტრიაშვილი, რომელიც ამ შემთხვევაში მე მეპურედ ნახდად ვერ ჩავთვლი, რაც უნდა მინდოდეს. ხო? ვინ შეიმუშავა ეს რეფორმა და იმავე დებატების დროსაც სიკო ჯანაშიამ პირდაპირ აფრიალა კანის განმარტებითი ბარათი, სადაც პირდაპირ შავი თეთრზე ქართულად წერია, რომ არავითარ ექსპერტს არ შეკითხვიან, ანუ არავის არაფერი არ კითხეს, ადგენენ და შეიმუშავეს ეს გენიალური რეფორმა. და ანუ უმოკლეს ვადებში, ხო, ანუ განაის როგორც წესი წამყვან ქვეყნების სოფლიოში ამას წლების სჭირდება რაღაცების შემუშავებას, არა, ჩვენები ხო გენიოსები არის და წინასწარი კვლევები და მთელი ამბავი. არც კვლევა არ გვინახავს სხვა შორის ბაზრის, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ნუ მოგე პირველ რიგში ვინ შეიმუშავა ეს სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პერსონალურად ირაკლი კობახიძის პროექტი და ერთპიროვნულად არის მის მიერ გაკეთებული, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ განათლების სამინისტროშიც არ იცოდნენ კონცეფციაში რა ეწერა. ხა თბილისი პატარა ქალაქია, ყველას ვიცნობთ, 16 ოქტომბერს, როდესაც კობახიძემ ჩაატარა ამ კონცეფციის პერსონალური პრეზენტაცია, როგორც ჩვენ, ასევე განათლების სამინისტროს თანამშრომლებმა მაშინ გაიგეს, ასე ვთქვათ, ეკრანებიდან, თუ რას გულისხმობდა ეს რეფორმა. ასე რომ ეს არის ერთი ადამიანის პროექტი. არ ვიცი, შეიძლება ოჯახის წევრები დაიხმარა, მაგას ახლა ვერ დავასაბუთებ, მაგრამ
არც ერთი ჩვენთვის ცნობილი ექსპერტი ამაში არ მონაწილეობდა. მადლობა ღმერთს საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა მთელი თაობა განათლების სპეციალისტებისა, რომლებმაც ისწავლეს ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, იქ სამაგისტრო სადოქტორო ნაშრომები დაიცვეს და აქვთ ძალიან კარგი კომპეტენცია ამ სფეროში. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არც ერთი ეს ადამიანი ამ პროექტში ჩართული არ ყოფილა არანაირი ფოკუს ჯგუფები და როგორც თქვენ ახსენეთ, არც ერთი კვლევა არ გვინახავს. ძალიან დიდი ხანია დაჟინებით მოვითხოვთ ოფიციალური წერილითაც მივმართეთ სამინისტროს, რომ გვაჩვენონ ის კვლევები, რასაც დაეყრდნო ეს კონცეფცია და აქაც ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, ეს კვლევები არ არსებობს, იმიტომ რომ ამდენ ხანს ამ კვლევის გამოჩენას ახლა წინ რა ედგა, ხო? თუ გაქვს რაღაცა დასაბუთება, გამოაქვეყნე და გამაჩუმე მაშინ. ეს არ არსებობს უბრალოდ. ამიტომ ეს არის ერთი ადამიანის პროექტი. თუ უყურებთ მერე ამ კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ როგორ წარიმართა, ასე ვთქვათ, განვითარებაც არა, ამ რეფორმას რეალურად სამი სახე და სამი სპიკერი ყავს. ეს არის უშუალოდ ირაკლი კობახიძე, ეს არის გივი მიქანაძე და ეს არის მისი მოადგილე ზვიად გაბისონია. სხვა იქ არავინ არ ჩანს, რომელიც მაგალითად ექსპერტულ დასკვნას მაინც დადებდა, კოლეგებს გაესაუბრებოდა. ხო შეიძლება მოიძებნოს ამ რეფორმის მხარდამჭერი პროფესორი მაგალითად, რომელიღაცა უნივერსიტეტს, რომელიც იტყვის, რომ კი ჩვენ ამას ვეთანხმებით, იმიტომ რომ ეს განათლების ხარისხს გაზის. ამისთან ადამიანებიც კი არ მოიძებნა და არავინ არ გამოჩენილა, ასე რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროექტი, ერთპიროვნული, ერთი კაცის მიერ შედგენილი და მისი პერსონალური ახირება და აკვიატება. აი, უბრალოდ მინდა წავიკითხო კანონ პროექტში უშუალოდ გამარტივით ბარათში რაც წერია რა პუნქტობრივად. კანონ პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. ასეთი არ არსებობს ქვევით წითლაწერი. კანონ პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონ პროექტის მიმართ. ასეთი არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. თან ამას იგივე ხალხი ამ ხელისუფლება ამბობს, რომელმაც ფასების შემუშავების კომისია ხო შექმნეს. ეხლა უცხოელებს უნდა ვკითხოთ, ანუ აი ამ კომისიას უცხოელებს გადააბარს, მაგრამ განათლებაზე ეგეთ გლობალურ საკითხზე არ შეიძლება ვინმეს კითხო ჭკუა. და ბოლო პუნქტი სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონ პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონ პროექტის მომზადებისას. ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ან არავის არაფერი არ კითხეს, თავად გადაწყვეტეს. კი ბატონო. ხო? თქვენ რა სწორად ბატონო? ხო, მეც საკმაოდ უარყოფითი დაბეჭდილება მაქვს იმ დოკუმენტებიდან, რაც ნახეთ და რაც მოვისმინეთ. ხა კონცეფციასთან დაკავშირებით არ ვიცი, ხა მე არ ვარ ჩახედული, ამიტომ ესე დაბეჭდებით ვერ ვიტყვი ეს ერთი კაცის შემოქმედება თუ რაღაც ვიწრო წრეში განხილული იქნა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არ მონაწილეობდა განათლების ექსპერტი, აქ არ მონაწილეობდა ვინმე, ვინც ზოგადად ერკვევა განათლება რა არის. ხა უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც არ ქონია ადმინისტრირებასთან საქმე, არ ქონია რაღაც სისტემის აგებასთან საქმე, ხო, ის ასეთ დეტალებში ვერ შევა, ამიტომ ესე იგი თუ ვინმე პროფესორი იყო, იმას არ ქონია არავითარი კონტაქტი ამ ტიპის დოკუმენტების შედგენასთან, ამ პრობლემებზე მუშაობასთან. ხა აქ სრულიად აშკარაა ჩემთვის, რომ არის ესე იგი ერთი ეს ავტორიტარული მიდგომა ძალიან თვალშისაცემია და ასევე თვალშისაცემია საბჭოთა ნოსტალგია, ოღონდ აქაც არის ლაპარაკი არა იმ საბჭოთა სისტემის რაღაც ღრმად ცოდნაზე, არამედ აი როგორც ესეთ მსუბუქსაუბრებში შევსწრები ვართ, რომ ხა კაცი იმ დროს ახალგაზრდა იყო, ამიტომ ყველაფერი თკბილად ახსენდება და გეუბნება, რომ აი ეს რა კაი იყო, ეს რა კარგი იყო. აი ამ დონეზე მოგონება და ნოსტალგია იმ სისტემის. ნაყენი რომ ყველაზე კარგი ნაყენი იყო. ხო, დაახლოებით. ამას მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდები, იმიტომ რომ ციტატა არსებობს პირდაპირ, როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აი აწყობილი სისტემა იყო. თან ეს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ საბჭოთა კავშირის მერე უამრავი რამე შეიცვალა და უამრავი რამე განვითარდა მსოფლიოში. ხო, ანუ ის სრულიად ხა თავის დროზე კაი იყო, ცუდი იყო, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ხა დღევანდელის შეუსაბ
საბამოროა ის რაც მაშინ იყო ეს სადაო არ არის. მაგის კონი. იმიტომ აი ეს მომენტი ეს საბჭოთა ნოსტალგია ეს მიდგომა ავტორიტარული რასაკვირველი არის ხე ეთყობა მაგალითად იგივე პრობლემების ჩამონათვალშიც ეს როგორ არის რომ ნუ გადახედავ რაღაცას რაღაცა არ მოგეწონა გინდა გაასწორო როგორ გაასწორო ყველაზე მარტივი გზა არის თქვათ აკრძალვის ხა იგივე თქვათ პრობლემა ერთ-ერთი პირველი რაც არის გამოტანილი რომ ამდენი სტუდენტი თბილისში არ შეიძლება თბილისი არის თავკომბალა რა შეიძლება ამას ეშველოს ხა უნივერსიტეტების დახურვა გასაგებია ცოტა განტვირთავს სტუდენტებისგან მაგრამ შენ თუ ამოდიხარ იქიდან რომ იმ ახალგაზრდაზე ზრუნავ ხო მაშინ უნდა შექმნა რაღაცა ისეთი ალტერნატივა რომელიც მისთვის გახდება მიმზიდველი ჯერ საერთოდ რატო ეს პრობლემა ცალკე საკითხია და პლუს ამ პრობლემის გადაჭრა არის სრულიად აშკარად ავტორიტარული არ მომწონს აუგზალე აქ უბრალოდ კიდევ ერთ დავამატებდი თუ შეიძლება კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით გარკვეული კომისია იყო შექმნილი რომელშიც შედიოდა მაგალითად კახი კალაძე, გაჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, რამოდენიმე მინისტრი, ყველას გვესმის რომ ისინი ახლა ამ საგანმანათლებლო კონცეფციის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ასევე დამადასტურებელი ფაქტორი არის ის რომ ეს არის ძალიან ცუდად მომზადებული და გაუაზრებული კონცეფცია და მართლა ერთი ადამიანის გაკეთებული რომ გზადაგზა თავადვე ამ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში იმ კონცეფციაში ბევრი შესწორება შევიდა უკვე ის კანონები, რომლებიც მიიღეს, კანონების პაკეტი ორჯერ მიიღეს დეკემბერში და ახლა თებერვალში, არა, კონცეფციას ნაწილ-ნაწილ ცვლისთან, ანუ ეხლა გზადაგზა ამუშავებენ ამას. ხო, ანუ ეს სამგვერდნახევრიანი დოკუმენტი რო დადეს, მე მივხვდნენ რომ რაღაცეები იქიდან უბრალოდ დაკეთებადი არ არის. ამ ქვეყანაში ეს არ გამოვა და ეხლა ნელ-ნელა ასწორებენ ამას. კიდე რა შეასწორებენ, კიდე რა სისულელეს გააკეთებენ. თან ნახეთ, ძალიან ჩქარა ხდება ეს ყველაფერი. როდესაც ჩვენ მაგალითად იმედის ეთერში მე კულისებში ველაპარაკებოდით, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი საკამათო პუნქტი, რომ ნუ ჩქარობთ ასე, იმიტომ რომ ისედაც მავნებლურია ეს კონცეფცია, პლუს ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებთ ამ საიტნოტში. აკი ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ბატონმა ლევანმა თქვა, უბრალოდ აი დავუშვათ თბილისი თავკომბალას რო შევეხოთ, მაგ ლოგიკასო გავყვეთ, რომ აი თბილისი გადაიტვირთა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა პირობითად ჯერ ეგეც გაუგებარია, იმიტომ რომ თბილისი ბუნებრივად ჩამოყალიბდა ეგრე, ხო? ან პირობითად აი მე რას მიშვები, მე სოხუმში მიშვებ უკან დიდი სიამოვნებით დამაბრუნეთ ნოზაძის ქუჩა 37-ია, ბინა 26, დღემდე მახსოვს ჩემი სამართი, მაგრამ ვერ მაბრუნებ. ხო, ეგ კი არა, სოხუმის უნივერსიტეტს რაც უყვეს მაგალითად ცალკე ვლაპარაკებ, მაგრამ ახლა მეორე რაღაც, ანუ რომ შევხედოთ ამ რეფორმას, კვოტები რაც რჩება, ადგილები რეალურად უმცირდება მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს და სოხუმის უნივერსიტეტს. ოღონდ ილიას უნივერსიტეტს აი რატო არის, რატო ტოვებს ეს არ ობიექტური შთაბეჭდილებას და უბრალოდ რაღაც შურისძიების ან ერთი უნივერსიტეტის დაჩეხვის შთაბეჭდილებას აღარ ქვია. 4207-ის ნაცვლად გამოყოფილი ექნება 300 ადგილი. ხო? ანუ დანარჩენებს ანუ ეზრდებათ სტუდენტების რაოდენობა, ან დავუშვათ სოხუმის უნივერსიტეტსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა 1027-ის ნაცვლად 280 ადგილი. ანუ რა გამოდის მარტო ეს უნივერსიტეტი, ორი უნივერსიტეტი უშლიდათ და რაოდენობა რო ავიღოთ, დაახლოებით 4300 ადამიანზეა საუბარი. 4300 სტუდენტი თბილისიდან, ოჯახის წევრებიანად რო იანგარიშო, რა? ანუ განტვირთავს 1.5 მილიონიან ქალაქს? ან როგორ განტვირთავს? აი, რა ლოგიკაში განტვირთავს 1.5 მილიონიან ქალაქს 4300 სტუდენტი, სადაც არ უნდა პირობითად გადაიყვანო, რა? არა, წარმოუდგენელია, იმიტომ ეხლა სტუდენტი რო გადაყავს და მე კორპუსები რო უნდა გაყიდოს იმის ადგილას რა რეკრეაციულ ზონას გააშენებს თუ სამეცნიერო კვლევის ცენტრს, იმის ადგილას გააშენებს საცხოვრებელ სახლს, რომელშიც უნდა შევიდნენ ახალი ასე ვთქვათ მაცხოვრებლები და ქალაქის განტვირთვის ასე ვთქვათ არგუმენტი კვდება იმ მომენტში. სტუდენტს ჩავანაცვლებ სხვა მაცხოვრებლით, რომელიც უნივერსიტეტის ადგილას აშენებულ კორპუსში დაიდებს ბინას. რა განტვირთვაზეა ლაპარაკი ახლა ვისატყუებენ? ხო, მაგას ვამბობ, რომ ანუ რიცხობრივად ეს უნდა წარმოიდგინონ, როდესაც ესენი ამბობენ, რომ აი განტვირთვა გვინდა, აი ნეიტრალური ადამიანისთვის, რომელიც ჩახედული არაა, არ მოუძებნია ინფორმაცია, იმიტომ რაღაც თავის საქმე აქვს. ნუ შეიძლება ეს ლოგიკა რაღაც ისეთი იყოს დამაჯერებელი, მაგრამ მე რო ეუბნები რომ 4300 სტუდენტზეა საუბარი და როგორ წარმოგიდგენთ 1.5 მილიონიან ქალაქში 4300 სტუდენტი რავი. არა, ეს არის მანიპულაციები, ესე იგი, პრინციპში საკმაოდ ოსტატურად სარგებლობენ ისეთი რაღაც მოარული თემებით. აი ხა იგივე რომ თბილისი თავკომბალა გახდა, ძალიან გადაიჭედა რაღაც, ეს შეიძლება ძალიან ბევრისგან მოისმინო. კი ბატონო. და ვთქვათ, როცა ამას იმეორებს,
ხო ეს არის რაღაცა პირველი ნაბიჯი, რომ პოზიტიურად განაწყოს ადამიანი. ან ესე იგი, თქვათ, ჩვენთან სამწუხაროდ ძირითადად არის ინტერესი დიპლომის და არა ცოდნის, ხო? შესაბამისად, უმრავლესობა უყურებს რომ უნივერსიტეტიდან უნდა დიპლომი. რატომაც არა თუ შენ 2-3 წლით ადრე მოგცემენ იმ დიპლომს, თქვათ რატომაც არა, ანუ ეს დაპირება ხა თუ კაცი არ ჩაუფიქრდა, ხო, ისეთი რაღაცაა, რაც ამ პოპულიზმი ეგ ხო, არის. ეს ესეთი პოპულისტური რაღაცები არის, მაგრამ ხა აქედან გამომდინარე, რაც კეთდება მერე. ის მაინც და მაინც პირდაპირ ლოგიკურად არ ებმის. ეს არის რომ მე შენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვთქვი, რომ აი რასაც ისედაც გიფიქრია. თქვათ რომ მე-12 კლასში მაინც არაფერს არ ასწავლიან, ტყუილად დადიან სკოლაში. თბილის თავკომბალა, ან ის რაღაცა ეგეთი და მე მანდ გეუბნები რომ აჰა, აი ამ მიმართულებით გადავდგავ ნაბიჯს. მაგრამ რა მიმართულებით ვდგავ ნაბიჯს? სინამდვილეში რაღაცას ვაკეთებ, რომელიც მე ან მაწყობს, ან მეჩვენება რომ მაწყობს. იმიტომ რომ ხა იგივე ის პოლიტიკური კონტროლი, რაც ყველა ავტორიტარულ მმართველს უნდა, ხო, რეალურად არასდროს ბოლომდე არ გამოდის და სტალინს არ გამოსვლია, რომ ბოლომდე გაეკონტროლებინა და რაღაც სასულეები დაჭირდათ მერე სხვადასხვა. კი ბატონო. უბრალოდ მაინც აი ზუსტად მანიპულაციის მთელი არსი რომ გეუბნებიან რომ თბილის თავკომბალა აღონ იმ 4300 სტუდენტზე როა საუბარი. მაგას არ გეუბნებიან და ამით იჭერენ ადამიანს რომელიც ხო, ცხადია, იმიტომ რომ თავიდან გითხარი რისით შენ ისედაც გჯერა, ან ყური მოგიკრავს, ხო, ასე ფიქრობ და ნუ ხო, ამაში ხომ ეთახმები და ნუ დანარჩენი მე ვიცი და მივხედავ. დანარჩენი მე დამიჯერ. აი ხა რაც შეეხება კიდევ ერთხელ აი კონსულტაციებს და ამ ავტორიტარულ მიდგომას, ანუ როგორც წესი მსგავსი სერიოზული გადაწყვეტილებები, რომელიც თაობების მიერ განსაზღვრავს, ეგ გადაწყვეტილებას ჰაიჰარალოდ და ცეკვაცეკვით არ მიიღება. გადაწყვეტილების მიღებამდე, ხო, არავის არ კითხეს აზრი, ვისაც მოეკითხებოდა პირობითად რა. და ერთი რაც ვიცი, მათ შორის სოციქსელებშიც ძალიან ბევრმა დაწერა ამ შესახებ სტატუსი ილიანოს უნივერსიტეტის პროფესორებმაც, თესეუს პროფესორებმაც, რომ დეკემბერში იყო შეხვედრა ზვიად გაბისონიასთან, ოღონდ კრება დარჩა მხიარული, კლასიკური, არაფერი არ მოისმინეს, ანუ არაფერი შენიშვნა არ მიიღეს და ნუ დაპირდნენ რომ რაღაცებს მოგცემ. მათ შორის ის ბაზრის კვლევაც, რომელიც ალბათ ლეგენდად იქცევა, იმიტომ რომ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს. ეხლა ალბათ ჩქარჩქარად რაღაცას დაწერენ, რომ რაღაცა მერე უკვე პოსტფაქტუმ ბაზრის კვლევაც ამასაც მინდა შევხო, მაგრამ დავფაროთ ეგ საკითხიც, რომ ბაზრის კვლევაში ხო, გვეუბნებიან რომ მათ გამოიკვლიეს ბაზარი და მათ ზუსტად იციან, რამდენი იურისტი თუ რამდენი IT სფეროს სპეციალისტი თუ რამდენი ბიოტექნოლოგი დაჭირდება ქვეყანას. მან არის ორი მომენტი. პირველი მომენტი ის არის, რომ დღევანდელ მსოფლიოში მე თავად ყავს მეგობრები, ქართველები, მათ შორის ჩემი სოხუმელი კლასელიც, რომლებიც საერთოდ არ არიან დასაქმებული საქართველოში რა, მაგრამ ეს ჩემი სოხუმელი კლასელი, ხო? ლადო სამუშია, რომელიც კანზასის უნივერსიტეტში არის ასტროფიზიკის პროფესორი, ლადო სამუშია აქ რო ჩამოდის, ბინაც იყიდა, საჩინოში სახლიც დადგა და ანუ საქართველოს ეკონომიკას ეხმარება და ის თქვა საქართველოს არ მოწყდომია. პირობითად ანუ შრომის ბაზარი ისეთია დღევანდელი, რომ შენ საქართველოს ბაზარს რო გამოიკლევ რა, ანუ შენ ესე იგი ქართველი საზოგადოებრივ არ უნდა წავიდეს სამუშაოდ, ანუ ამას ზღუდავ და ამას არ ითვალისწინებ და მეორე რომელი ბაზრის კვლევით, ეგ კი გარკვეულწილად სასაცილო, მაგრამ სულ არ მეჩვენება, რომელი ბაზრის კვლევით დადგინდა, რომ 20 ასტროლინგვისტი გვჭირდება, ან ვინ და სად ასაქმებს 20 ასტროლინგვისტს. ხო, ანუ ამას ეს მაგალითი კარგი იმიტომაა, რომ როცა ეგეთი რაღაცა, თქვა, 20 ასტროლინგვისტია და იქ რაღაც ბიოტექნოლოგების კვოტა არის შემცირებული, რავი, რაზეა საუბარი, ხო? ანუ აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ფაქტორია, სასაკვირველია შრომის ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა. მეორე თემა არის, როგორ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მე მქონდეს რაღაცა სახის ესეთი პროგნოზირება, შრომის ბაზარი როგორ იქნება. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ჯერ კიდევ ოქტომბერში ის იყო, როცა შენ აკეთებ სახელმწიფო დაკვეთას ამ არარსებული შრომის ბაზრის საფუძველზე, მაშინ უნდა უზრუნველყო ამ კურსდამთავრებულების დასაქმება? ანუ მე რომ მიწერო, მე მჭირდება 1800 ბიზნესის მართვის სპეციალისტი და ეს 1800-ივე უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ კვოტები ესე გადანაწილდა. იმ 1800
კურსს დამთავრებულ 3 წლის შემდეგ ასაქმებ, ანუ მე ხა რა ვიცი, ასაკოვანი ვარ და მახსოვს, კარგად განაწილების სისტემა არსებობდა საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა ნოსტალგია ხო გვაქვს არა და მახსოვს. მაშინ განაწილების სისტემა შემოიღე, რომ მე ზუსტად ვიცოდე, რომ რახან სახელმწიფო მე ამას მპირდება და მეუბნება, რომ ეს არის ჩემი შრომის ბაზრის კვლევა და 1800 მჭირდება ბიზნეს მენეჯერი, ხო? და რაღაც 1130 იურისტი მჭირდება და 140 ბიოლოგი მჭირდება. მოდით ბიოლოგიაზე ვილაპარაკოთ, ჩემი დარგი არის, ხო? ესე იგი, რომ დამისაქმო ეს ხალხი და როგორ დამისაქმო 3 წლის შემდეგ სად მიდიხარ? მან კიდე მეორე თემაა, როგორ განაწილებ ამას ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის. წინასწარ იცი რა კვალიფიკაციის ბიოლოგი დაგჭირდება 3 წლის შემდეგ? ბაკალავრიატის კვალიფიკაციის მქონე რამდენი ბიოლოგი, ფიზიკოსი და ქიმიკოსი და მაგისტრის კვალიფიკაციის მქონე რამდენი ბიოლოგი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი დაგჭირდება და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს ასტროლინგვისტიკის და ასტროარქეოლოგიის საკითხი, რომელიც კი მთელმა სოციალურმა მედიამ ასე ვთქვათ აიტაცა როგორც ახლა ნუ წარმოუდგენელი მაგალითია, მაგრამ აქ ბარემ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ აქ მარტო შრომის ბაზრის კვლევის ტრაგედია კი არ არის და უპასუხისმგებლობა, აქ არის ტრაგედია ცრუ მეცნიერებამ როგორ გაიკვალა ქართულ აკადემიაში და როგორ მოხდა ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც ჩვენ გვასაღებენ როგორც ქართული მეცნიერების მომავალ ფლაგმანს და ჰაბს და ქუთაისში მეცნიერების ახალ, ასე ვთქვათ, საფუძველს, როგორ დაიდო იქ ბინა ამ ცრუ მეცნიერებამ. ხო, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ასევე პერსონალური ახირება და გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში უკვე ბიძინა ივანიშვილის, თუმცა რაღაცნაირად ეთყობა ეს წინწაძე, რაღაცა გზებით, ასე ვთქვათ, მივიდა მაქამდე და არ ვიცი ეს მენცარის საფუძველზე თუ რის საფუძველზე მოხდა ამ კაცის დასაბუთება, ანუ აკადემიური პროცესების მართვა და აკადემიურ სივრცეში ახალი დარგების შემოტანა ხდება ესეთი ფსევდომეცნიერული პირადი გარიგებების და პირადი დარწმუნებების საფუძველზე, რაც არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე შრომის ბაზრის არარსებული კვლევის მიხედვით ადგილებს ესეთი გადანაწილება. ეს არის უბედურობა და ბარემ კიდევ ბოდიშამდე ხოს ვლაპარაკობ. აქ არის ძალიან სერიოზული ფაქტორი, იმიტომ რომ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგილების განაწილება მთავრობამ დადო საჯარო სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მეტი კერძო სასწავლებელი. ესე იგი, რას მეუბნება მე ახლა ხელისუფლება, რომ მე მჭირდება წელიწადში 140 ბიოლოგი, ხო? და ამ 140 ბიოლოგს მე ადგილები მივეცი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და კერძო უნივერსიტეტებს, რომელსაც აქვს იგივე ბიოლოგია, იგივე ბიზნესის ადმინისტრირება, იგივე სამართლის ფაკულტეტები და რომლებსაც მე ჯერ არ შევხედი ვარ, ისინი რომ მიღებას გამოაცხადებენ ამაზე და ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა რო წავა კერძო უნივერსიტეტებში, ესე იგი იმათ საერთოდ ეს პობათ დასაქმების შანსი და ამას უშვებს ჩვენი მთავრობა? ამდენი ხანია იმას მიმტკიცებს, რომ ის ზრუნავს იმაზე, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ კარგი ხარისხის განათლება და ბერო ისინი აუცილებლად უნდა დასაქმდნენ და ამ დროს ამ შრომის არარსებული ბაზრის კვლევის მიღმა დარჩა მიღება 40-მდე კერძო უმაღლეს სასწავლებელში. ანუ ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს, როგორ არის ეს ამბავი? პასუხისგებლობას ამაზე აღარ ვიღებთ მაშინ? რას ვეუბნებით ჩვენ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ჩააბარებენ? მაგათ კი მიმყავს, რომ აუცილებლად მიადგებიან მაშინ მე კერძო უმაღლესებს, იმიტომ რომ იტყვი რომ ვერ ვასაქმებთ იმათაც, ჩვენ პასუხისგებლობას ვიღებთ და ცოტა ხანში იმათაც მიუკაკუნებენ მერე კარს. აი, სანამ უბრალოდ ბატონ ლევონთან გადავალ, ქალბატონმა ნინომ დებატებით დროს ნინო დოგორჯგინიძე მილეს უნივერსიტეტის რექტორმა ახსენა ეგეთი რაღაცა, რომ თავადვე ამ ხელისუფლებამ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, რომლებსაც ჭირდებათ ენამეტყველების თერაპევტი. იმ ანგარიშშივე, რომელიც ამ კვლევის შედეგად წარუდგინეს მთავრობას, წერია რომ 1500 სპეციალისტი არის საჭირო. სულ არის 65 სპეციალისტი და ერთადერთი პროგრამა, რომელიც უქმდება, ეს იყო ილიას უნივერსიტეტში და ილიას უნივერსიტეტი ამზადებდა ამ სპეციალისტებს და 5 ადგილი არის გამოყოფილი ენამეტყველების სპეციალისტების და 20 არის ასტროლინგვისტიკის პროგრამაზე და ეხლა უბრალოდ აი მინდა ნაწყვეტი გავაკეთე ამ ასტროლინგვისტიკის პროგრამა, ვისაც აბარია ქუთაისის უნივერსიტეტში, ეს არის ბატონი ალეკო სინცაცე და აი ნაწყვეტი გავაკეთე, უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა მოისმენოს და თქვენც მოგასმენოთ. მე ვიზიარებ სულად იგნატიუს დონელის ამერიკელი მეცნიერის შეხედულებას, რომ ატლანტიდამ დატოვა თავისი ამბანი, რომელიც კაცობრიობის მიერ გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ღმერთების სახელებისთვის იყო გამოყენებული და მერესაც წავიდა იგნატიუს დონელი ვერ წერს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ერთ-ერთი ჰიპოთეზით და ძალიან დიდი ალბათობით საიმედობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ქართველების ქართული ასომთავრული გაკითხების. ჩვენ უკვე დღეს შუმერული 1 ასე გამოითქმის, ეს უკავშირდება ხარს და ხფოს და ასე შემდეგ და შემოძახილი კოლხეთში აშო და მოდიაკ და ხარისთვის მორთიაში. კი, სწორედ აქედან მოდი, რატომ დაეხმარა ქუჯი ასე უსასყიდლოდ და გაიმეორა ფაქტობრივად მე რაც მოხდა ცოტნე დადიანთან და იცოდა რას აკეთებდა. ხო, მან იცოდა რას აკეთებდა. მოლაპარაკების საგანი ორი იყო. დღეს შეგვიძლია თქვა, ერთი იყო ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის გამხელა, რომელიც მოხდა და ფარნავაზმა ეს ყველაფერი ამან განარცვა ენა ქართული ნიშნავს ამას. კაბალაში სიტყვა ეს ყველაფერი რაზეც საუბრობთ კაბალას აქვს კიდე ერთი გაგრძელება კაბალახი, რომელიც თავსაბურავი იყო და იმიტომ ეფარა თავსაბურავი, რომ შავი თავსაბურავი უნდა ქონოდათ, რომ არ წაეკითხათ აზრები და მაშინ მონაწილეობს კასთან ერთად ბალახი. ეს ის ბალახი. კი. აი ეს უჩვენებს სწორედ რომ მარცხენა ხელი მარცხის მარჯვენა ხელი რას აკეთებს. ანუ მთავრობამ დაუკვეთა უნივერსიტეტს მაშინ და კვლევის საფუძველზე გააკეთა ეს გათვლა, რომ სჭირდება ამდენი მეტყველების სპეციალისტი და მეორე დღეს იგივე მთავრობა ამას გადახაზავს. კი. ან როგორ იმართება თათოთ ეს ქვეყანა მაშინ, თათოთ გავანებოთ თავი განათლების რეფორმას, ინფორმაციის გაცვლა არ ხდება სამთავრობო სტრუქტურებს შორის? როგორ მუშაობს მაშინ ეს მანქანა სამთავრობო, ეს კითხვაც დავსვათ ბარემ. და ფული დახარჯეს, კვლევა ჩაატარეს, დაკვეთა გააკეთეს და მე ვიღაცამ ეს გადახაზეს. ამიტომაც ასე მაგას მე ვიძახი, რომ არავის არის სპეციალისტი იქ არ ყოფილა. ასეთი სხვა სამინისტროსთვის ამბავი არ მოუკითხავთ, იმიტომ რომ ასეთ სისულელეებს, ამცენა შეცდომებს, ასეთ აშკარა შეცდომებს მაინც არ დაუშვებდნენ. არა, აქ მარტო კვლევაზე არ არის ლაპარაკი, ხა ხშირ შემთხვევაში რაღაცა იმ კვლევის საფუძველზე განხორციელდა კიდეც. მრავალი მილიონი დაიხარჯა ვთქვათ იმის რეალიზაციაში. და შემდეგ შეცვალეს. ხა იგივე სკოლასთან დაკავშირებით, ხო, რამდენი წელი იყო მუშაობა იმაზე, რომ ჩვენის მე-12 კლასი შეგვევსო რაღაც რეალური შინაარსით და ბოლო კლასებში გაკეთებულიყო დიფერენცირებული სწავლება, რაც თავიდან იდეის დონეზე იყო და საბოლოო ჯამში უნდა მომხდარიყო. რაც შესაძლებლობას მოფცემდა, რომ თუ სკოლაში წაინაცვლებდა გარკვეული ზოგადი საკითხები უმაღლესიდან, მერე გადავსულიყავით რბილად იმ 3 წლიან ბაკალავრიატზე. ხო, ესე იგი, აქ მასალაც მომზადებულია, ნამუშევარიც არის წლების მანძილზე, უამრავი ფულია ამაზე დახარჯული. ნაჩხუბარი ნაკამათებია, ამდენი ამბავი. სახელმწიფოები შეკვეთილი, რომ მომზადდეს და უცბად, ესე იგი, ვიღაცას გაუჩნდა თავში აზრი, რომ საერთოდ რა გვინდა და მოდი ეს სკოლის სისტემა დავატრიალოთ მთლიანად. თან იქ რეალურად 1 კლასი კი არ აკლდება, 2 კლასი აკლდება, იმიტომ რომ ის რეპეტიტორიუმი არის ასევე სრულიად ესეთი მაზალო რამე, რომელიც გულისხმობს, რომ რაც 10 წელიწადში ისწავლეს, ის უნდა გაამეორებინონ მე-11-ში და მოამზადონ გამოცდებისთვის. და სკოლის ფუნქცია სრულებით არ არის მისაღები გამოცდებისთვის მომზადება, ის არის, რომ შენ მიცეი საშუალო განათლება ადამიანს და კონკრეტული უმაღლესის მოსამზადებელი იმ მოთხოვნებისთვის სპეციფიური მომზადება თუ არის საჭირო, ეგ არ არის იმ სკოლის ძირითადი დანიშნულება. ესე რომ უამრავი დეტალი აქ არის გაუთვლელი, არის საერთი გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვიღაცას დაჰკრა თავში, მერე თუ ის ვერ განხორციელდა, შეიძლება ცოტა შეანაცვლონ, ესე იგი რეალური უკანდახება კი არ ხდება, რომ აი მთლიანობაში არ ვარ თქვა. კი ბატონო, რაღაცა თუ ერთი დეტალი არ გამოვიდა, შეიძლება ოდნავ სახელმწიფო იმისი მოახდინო. ან გაითამაშო, რომ კი ბატონო ხალხმა გთხოვა და გაითვალისწინე. და ეს ადრეც, ესე იგი, პრინციპში არაერთი იყო შემთხვევა იმისი, როდესაც ესეთი ტარდებოდა ფრაგმენტული რეფორმები, რომლებსაც, ქონდა რაღაცა ორი ხაზი ჩემ თვალში, რა, ერთი პოპულისტური
და მეორე, ესე იგი, იმას აზღვევდა გარკვეული კორუფციული ხაზი. ანუ რაღაცა პოპულისტურ შემოაგდებდნენ, რომელიც მერე ვიღაცა თავისიანს აძლევდა პულის კეთების საშუალებას, რა. ეგრე მოხდა სახელმძღვანელოებზე, ეგრე მოხდა კიდე სხვადასხვა რაღაცეებზე. ესე იგი, არც ერთხელ არ მივსულვართ იქამდე, რომ რაღაცა მთლიანად სისტემურად დაგვენახა პრობლემა, იყო ესე, რომ რაღაცა ფრაგმენტში ვიღაცას გაუჩნდა ინტერესი, ეს შეიფუთა, ვთქვათ, ხო, რეფორმით და რაღაცა პოპულისტური, ანუ რაღაცა სურვილების, სტერეოტიპების რაღაცის გათვალისწინებით, ვთქვათ, განცხადდა სინამდვილეში გაუჩნდა ვიღაცას არხი პულის კეთების. ეხლა მინდა წაიკითხოთ, უბრალოდ არასრული ჩამონათვალია, მაგრამ მარტო ილიას უნივერსიტეტში რები უქმდება რა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ეკოლოგია, ფიზიკა, ბიოლოგია, ანთროპოლოგია, ასტრონომია, უჯრედული ნეირომეცნიერება, ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია, ანგლისტიკა, მედიცინა, ფსიქოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი, მათემატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ენათმეცნიერება, საჯარო პოლიტიკა, ევროპის ცოდნეობა, კავკასიის კვლევები, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, არქიტექტურა და მდგრადი განვითარება, პროგრამული ინჟინერია, სამართალი და ფილოსოფია. აი ერთადერთი არ მიწყენოთ ბუნებრივია ხუმრობით ამბობ და რაღაც ფაქტორები უნდა გამოდას სამართლის და ფილოსოფიის განსაკუთრებით შათიაშვილის გადამყიდე გაუქმებას შეიძლება კიდევ ხარი დაუჭიროს ადამიანებს რა მაგრამ ანუ ეს ამდენი ანუ საერთოდ აუცილებლად ქვეყანაში რა მე უკვე იმ ზღვარზე ვარ მისული მამის სოკრატეს და პლატონის აღძალვა მოითხოვა მაგრამ თუ რამ ხუმრობაა ბუნებრივია ეხლა არ გაგიგონ გაიგონ ეხლა ისე სერიოზულად დაუბრუნდით. ან აი თელამ პლას ხო აუქმებენ რა და აი ამის კვალიფიკაცია ამ ხალხსა არა. ვინც აუქმებს? არიციან. ხო, ანუ ახლა არიან იურისტები, მაგრამ პირობითად მე მაქვს ორი დიპლომი, ერთი იურისტი, მეორე საერთაშორისო ურთიერთობა და უსაფრთხოება, რაც დავიცავე, ორი დაუცველი მაქვს, დამეზარა, მოდი ესე ვთქვათ რა. მე ხო არ მიჩნდება კვალიფიკაცია განათლების მენეჯმენტის სფეროში. კაი, მე არ მიჩნდება კვალიფიკაცია. მე მაშინ ვიღაცას უნდა ვკითხო. ან ვიღაცისთვისაც რო არა მაქვს ნაკითხი და ეს რო პირდაპირ მიწერია კანონის განმარტებით ბარათში, ხო? ნუ კაი ჯანდაბას ჩემო მხრებს უმტკიცებ რომ არა გინდა თუ არა მაგარი ვარ და მე თავად ორ თვეში შევძელი. უბრალოდ ეს ყველაფერი ორ თვეში არ ხდება. დაუშვათ ეს ყველაფერი, რაც გაუქმდა. დაუშვათ რაციონალური იყო. უბრალოდ ნორმალურ და დაალაგებულ ქვეყნებში ეს ხდება 2-3 წელიწადი უნდა ამ პროცესს რა. და მithomეს მე ვერ ხვდები აი software engineering-ი იქნება თქვა თუ რა საკითხიც არ უნდა იყოს აი ფიზიკა მაგალითად რა. ანუ ილიას უნივერსიტეტში არის და მთელი წება დიდი საკმაოდ კარგი ქართველი ფიზიკოსები რომელიც ზოგი ნაწილაკების ფიზიკაშია ზოგი რა ბირთვულშია და ანუ აი რას ვშვებით ანუ აქ იცით რა არის კიდე მნიშვნელოვანი რომ ესენი ხო ლაპარაკობენ რომ სასწავლო ადგილები გააუქმეს და ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და რაღაც სისულელეები. ამ მიმართულებების გაუქმებით ისინი მეცნიერებას აღარიბებენ, იმიტომ რომ სამეცნიერო კვლევებიც უქმდება ამის ანუ ეს არ შეიძლება რომ მე გავაუქმო მიღება ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატში და ეს არ აისახოს მე ბიოლოგიურ კვლევებზე რომელიც იმ უნივერსიტეტში არის. მეცნიერება დოქტორანტურა ვცდილობდი რომ მეცნიერებაზე მქონდა ანუ ჩვენ ღარიბდებით ინტელექტუალურად. ამისი ახსნა საკმაოდ რთული არის ალბათ და შეიძლება ჩვენ ვერ ახსენეთ ეს კარგად და ჩემს თავზეც ამაზე ძალიან ბრაზდები, მაგრამ მექანიკურად ადგილების შემცირება და манипуლირება იმითი რომ დუბლირებული ფაკულტეტების ელიმინაციით მე ხარისხს გავაუმჯობესებ, ქალაქს გამტვირთავ, თანხებს დავზოგავ, მე კორპუსს გავყიდი და ამ ფულს ჩავდებ, ანუ რასაც გვეუბნებიან ხო ამ ზღაპრებსა რა. ეს რო გაკეთდეს, ღმერთმა დაიფაროს, ამისი პირველი შედეგი იქნება ჩემი მეცნიერული გაღარიბება და ისედაც ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეცნიერებაში. საშინლად დაუფინანსებელი არის ეს ყველაფერი. მხოლოდ საერთაშორისო კოოპერაციის ხარჯზე ვარსებობთ და ვართ ეს 4 მილიონზე უფრო ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანა. ჯერ კიდევ რომ ვამჩნევი ვართ, ასე ვთქვათ, ამ სამეცნიერო გეოგრაფიაში რომ კიდე ვიძებნებით და სწორედ იმ უნივერსიტეტს ურტყვა, სადაც ყველაზე კარგად იყო დაალაგებული და აწყობილი სამეცნიერო კვლევების საკითხი. ანუ ეს არის მთავარი ბოროტება ამ შემთხვევაში. ანუ მარტო სტუდენტების მიღების აკრძალვა კი არა, არამედ სამეცნიერო გაღარიბება და დავინახოთ უფრო დიდი სურათი, ხო? განათლების ყველა რეფორმას აქვს პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. რა ქვეყანას ვაშენებთ მაშინ ჩვენ?
რა ქვეყანა უნდა ქართულ ოცნებას? რომელ მსოფლიო ტრენდებში ჯდება ასეთი სახის გადაწყვეტილებები? ყველა ინტერვიუში ვიძახი ხოლმე ყველას უკვე ალბათ მოვაბეზრეთ თავი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაშინ სააგარაკო ზონა ხინკალი ხაჭაპურის ქვეყანა. იმიტომ რომ ნახეთ კიდევ რა საინტერესო მომენტი არის მისაღებ გამოცდებზე შემოაქვთ ეგეთი ფაქტორი, რომ აბიტურიენტს უნდა შეეძლოს გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, ბარემ იქვე მონიშნოს პროფესიული სასწავლებლების და იქ რომ ვერ მოხვდება და ვიცით რომ ბევრი ვერ მოხვდება, იმიტომ რომ ადგილები უკვე შეიზღუდა სერიოზულად და შეიძლება ზღვარით ითამაშონ. წავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში. გავიხსენოთ ვოლსკის ნათქვამი მინების დამბერავზე და ასე შემდეგ, ხო? ხო, ანუ იმის მაგივრად რომ შენ ამ ტექნოლოგიურ ხანაში, აი მეცნიერებით გატენილ პერიოდში, როდესაც ესეთ საქმეებს რობოტები აკეთებენ და შენ უნდა ყავდეს მოაზროვნე ხალხი, აი ამას კეტავ და მიერეკები შენ ახალგაზრდებს ძალით პირდაპირ ასე ვთქვათ გადაუხვიონ გზას და წავიდნენ მხოლოდ მე ეს პროფესიული განათლების ერთი დაკნინება არ შეიძლება ამავე დროს, იმიტომ რომ ხალხი იყო წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ პროფესიული განათლების პრესტიჟი ამაღლებულიყო ამ ქვეყანაში. უნარების სააგენტო გააუქმეს და ასეთი ტონალობით საუბრით, რომ აი ვინც ვერ მოხვდება უნივერსიტეტში, ის წავიდეს მერე პროფესიულში, არა? მე ჩემი ბავშვობის ხანა მახსენდება, პეტეუში რომ უშვებდნენ დასჯის მიზნით. ყველაზე ცუდებს. ანუ როგორ შეიძლება განათლების ამ დარგის საბჭოთა ამით არ მიაღწია. ვერანაირად და როგორ შეიძლება განათლების მთელი აი ამ მიმართულების ესეთი ამოგდება ამ კონტექსტში დაკნინება აი ესეთი დამოკიდებულებით. ანუ ეს არის დანაშაული მავნებლობა და დამაზიანებლობა მხოლოდ. უვიცობთ. უვიცობაზე და არა ბოროტი განზრახვაც უკვე აქამდეც მივიდი. მარტო უვიცობაც არ არის. აი რეიტინგებზე მინდა ეხლა კიდე ამოგად Times Higher Education არის უნივერსიტეტების შეფასების რანგირების ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროგრამა, პლატფორმა და აქ რატო მოვყავს ეგ მაგალითი, იმიტომ რომ ამას თავად ქართული ოცნების ხელისუფლებაც მათ ეკითხებოდა ჭკუას, ესე ვთქვათ რა. და რო ავიღოთ უნივერსიტეტების რეიტინგები, ილიაუნი, რომელიც ფაქტობრივად იხურება, არის 1200-1500 სექციაში უნივერსიტეტების, მაშინ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის 1500 იქეთ არიან, ანუ გაცილებით მაღლა არის ილიას უნივერსიტეტი და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში მხოლოდ ილიას უნივერსიტეტია 6800 სექციაში, სოციალურ მეცნიერებებში ილიაუნი თუ არის 6800 სექციაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის 1000 პლუს სექციაში და ინტერდისციპლინარულ კვლევებში ილია არის 400-500 სექციაში, TSU და STU კი არიან 800 პლუს სექციაში და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ილიას ქულა 9-ჯერ აღემატება ამორის ქულებს და პლუს ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ავტორიტეტულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა აღემატება მთლიანად კერძო უნივერსიტეტების ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიების რაოდენობას და ბოლო-ბოლო ამ სოფლიოში, თამედროვე სოფლიოში, რომელსაც ჩვენ ვარსებობთ, მეცნიერი ფასდება გამოქვეყნებული სტატიების და სტატიების ციტირების მიხედვით. ანუ რანგირებასაც რო ამბობენ, ეს რანგირებაც კი არის ტყუილი და თითიდან გამოდებული, ანუ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტს აუქმებენ პრაქტიკულად და ყველაზე რეიტინგულ ფაკულტეტებს. ის ამოცანა, რომელიც ქონდათ, რომ TSU წამოეწიათ წინ და სპეკულაცია, რომ დედა უნივერსიტეტს დაუბრუნდება თავი, გეგონება ილიას არსებობა უშლიდა ხელს მეცნიერების განვითარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩამოართვეს მედიცინის ფაკულტეტი და პუბლიკაციების რაოდენობის და მნიშვნელობის მხრივ იგივე TSU-ში მედიცინის ფაკულტეტი იყო მეორე ადგილზე ბუნებისმეტყველების მერე. შენ თუ დაინტერესებული ხარ იმით, რომ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რანჟირება გაიზარდოს, რანჟირებაში ვისაც წვლილი შეაქვს მედიცინის ფაკულტეტს, რატო უსპობ მაშინ მას? სად არის აქ ლოგიკა? ამიტომ ვეუბნებთ, ეს არის მავნებლობა, ეს არის ცალსახა ბოროტება, მე ვერ მარტო უვიცობა არ არის. ანუ მე ამაში უკვე ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ უვიცობა რასაკვირველი, მაგრამ თან ეს არის მავნებლობა, იმიტომ რომ არ არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება ამ ხელისუფლების ამოცანა და მიზანი. არა. სხვანაირი ქვეყანა უნდა გააკეთონ. არ უნდა იყოს ეს ტექნოლოგიურად განვითარებული და საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში ჩართული ქვეყანა. რთულია ესეთი ქვეყნის მართვა. გამოვა იქ ვიღაცა განათლებული პროფესორი მერე და კითხვებს დაუსვამს და პრემიერს და შეწუხდებიან. პასუხს არ მიიღებს. ხო.
არგუმენტებს დაუწუნებს მე კიდე მაგ ექსალკე თემა არის, ხო? ანუ აი ეს ხალხი არ უნდათ, ეს ხალხი უშლით მათ ნერვებს და მათი მოცილება უნდათ. და აქვე უნდა ვთქვა აუცილებლად, თორსა ჩვენ დედა უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ. აი ეს манипуляცია იმითი, რომ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაიჩაგრა თურმე 90-იან წლებში, ეხლა უნდა აღვადგინოთ, არა? მაშინ თანაბარ პირობებში დავაყენოთ ის სხვა უმაღლესებთან ერთად. რატომ არის ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბევრად უფრო უკეთესი სასათბურო პირობები აქვს? ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც არ გაუვლია ავტორიზაცია, მისი არც ერთი პროგრამა არ არის ადგილობრივად აკრედიტირებული, იმიტომ რომ მათ არ უნდა დაეხარჯათ თავიანთი რესურსი, არც ფულადი, არც ადამიანური და არც დროითი ამ აკრედიტაცია ავტორიზაციის პროცესებზე. რატომ არ ვუყენებთ მაშინ იგივე მოთხოვნებს და იგივე პირობებს თუ არ თავაზობთ ჩვენ მაშინ თესეუს თუ ჩვენ გვინდა რომ ის იყოს კარგად განვითარებული ანუ წინააღმდეგობაზე არის აქ აგებული ლიანობაში რასაკვირველია ეს არის მავნებლობა რომელიც ანგრევს ყველა უნივერსიტეტს ხა ზოგი უნივერსიტეტი მეტად დაზარალდა და ნუ ხა ილიას უნივერსიტეტი მიმართ რაღაცა პირადი ბოღმა იყო თუ რაღაცა იყო ეს სადამჟელო აქცია თქვათ გასაგებია სოხუმის უნივერსიტეტის მიმართ აქ ასევე შეიძლება რაღაცა პოლიტიკური კუდები იყოს ხო ამიტომ ესე იგი ასევე რეგიონალური უნივერსიტეტების შემთხვევაშიც ხო მე მგონი სერიოზული პრობლემაა ის რომ ამდენი ენერგია დაიხარჯა ხო ამდენი რესურსი დაიხარჯა იმაზე რომ იქ რაღაცა წამოწეულიყო ეს უნივერსიტეტები დამსგავსებოდნენ უნივერსიტეტებს ხო რაღაცა 1-2 წარმატებული პროგრამა იქ გაჩენილიყო ეხა ამის მერე იმათი ჩამოქვეითება და რაღაცა რომ აი იმ მასში რეგიონში რა ჭირდება სოფლის მეურნეობა თქვათ აქამდე დაყვანა და რისი მასწავლებელი ჭირდება იქ სოფლის სკოლას თქვათ მარტო ამას რო უტოვებ ხო რასაკვირველია ფაქტობრივად იმათაც აუქმებ და ეხა რომელსაც ვითომ ტოვებენ და ვითომ ზრუნავენ ხო იქაც მე ძალიან სერიოზულ პრობლემას ვხედავ რომ ამ ავტონომიის გაუქმებით და იმ ჯანსაღი კონკურენციის რაღაცა ჩანასახების გაუქმებით რა ფაქტობრივად იმათაც შენ წირავ იმისთვის რომ ჩაეფლონ ჭაობში ეხა მე რა სტიმული უნდა მქონდეს თუ ჩემი კოლეგა არავინ სხვა გარშემო არ დატოვე ნებისმიერ შემთხვევაში ჩემ დარგში მოდის სტუდენტი და მხოლოდ მე ვარ ავტორიზებული სახელმწიფოს მიერ რომ მათ ველაპარაკო რო საერთოდ წინ წავიკითხო ან რამე დავწერო ან რაღაცაში მინდა. კი ბატონო. რა მაიძულებს რომ ფორმაში ვიყო, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის სერიოზული პრობლემა და ეხლა ჩვენ ადრეც ვქონია ეგ, იმიტომ რომ პრინციპში ნებისმიერ ხელისუფლებას რომელზეც რაღაცის გაკეთება უნდა და მთლად კარგად არის ის რა, ეს მარტივი გადაწყვეტა რომ მოდი ერთი კაი უნივერსიტეტი გავაკეთო. ეს იყო არაერთხელ მაგრამ ყოველთვის როცა რაღაცა ექსპერტებს ეკითხებოდნენ ხო ეს პოზიცია იყო ისეთი რომ ჯობია იყოს რამდენიმე წესიერი ვიდრე ჩვენ ავიღოთ ხო ერთმანეთს ეჯიბრებოდეს ერთმანეთს ეხმარებოდეს და შენ რაღაცა მდგრადი წონასწორობის სისტემა შექმნა ვიდრე იყოს ერთი რომელიც არის პირდაპირ მიმული მთავრობის კეთილგანწყობაზე და მორჩა სხვა არაფერი ანუ ეს ვერ იმუშავებს და ეხლა ავტონომია უნდა კონდეს და რაღაცა დამოუკიდებლობა უნდა კონდეს უნივერსიტეტს, კაცო, ეგ ესმოდა შუა საუკუნეებში, როცა ხალხს თავისუფალი აზრისთვის კოცონზე წვავდნენ. იმ დროს მიიღეს ეგ რომ იმ რაღაცა შემოღობილ დაკეტილ სივრცეში მაინც ჰქონდათ უფლება იმ ჭკვიან ხალხს ერთმანეთში ელაპარაკა და ახალგაზრდა გაეზარდა ისე რომ რაღაცა რასაც ფიქრობდა ისე თქვა და არა რაც იყო ზეიდან დაშვებული ჭეშმარიტება, ხო? ეხა ამ მიდგომით რომ უნდა ხელისუფლებამ ხა ის თავრობის თავმჯდომარე იქნება თუ მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე იმან გადაწყვიტოს რამდენმა სტუდენტმა ისწავლოს რაღაცა დარგი და იმან შეურჩიოს რა წიგნიდან ისწავლოს იმან შეურჩიოს რომელ პროფესორთან ისწავლოს ეს პრინციპულად ამისი გაუქმებაც არის აი იცით რა არის რომ აი ჯანდაბას დავუშვათ ჯანდაბას შეარჩიოს აი დავუშვათ წავყვევი ამ ლოგიკაში ბიჭო არის კვლევა მაინც და ისეთი რომ ვიცოდე რომ რაღაც იშრომე და რომ მეუბნები რომ შენ მაგარი იფიქრე დაფიქრდი და 20 ასტროლინგვისტი დამიტოვე და 0 ფიზიკოსი დამიტოვე დაუშვათ ილიას უნივერსიტეტში რომლის ვთქვათ
თანამშრომლები პროფესორები თუ რაც არის ვთქვათ უამრავ სამეცნიერო ნაშრომს აქვეყნებენ, ცოტა არის არ დამაჯერებელი. ანუ აქ ეს არის რა, არადამაჯერებელია. თორე ჯანდაბას შეიძლება წავყვა ლოგიკაში. უბრალოდ ამ ლოგიკაში არ არიან წყობრი, არ არიან თანმიმდევრული. ეხლა აი მაისეთსაც რო დაუბრუნდეთ რა, ანუ ესენი ჩვენ გვეუბნებიან რეფორმის ავტორები, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა და ამასთან ერთად ითვალისწინებენ დასაქმებას. ანუ კიდევ ერთხელ რომ გამარტო, რომ ჩაატარეს ბაზრის კვლევა და დაუშვათ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, იგივე ISET-ი, ან ილიას უნივერსიტეტი რო უშვებს სტუდენტს, ის ვერ საქმდება. რა? და აი ზუსტად რასაც თქვენ ავოდით ბატონო ლევან, რომ საზოგადოებაში ხო არის განწყობა, რომ აი ვერ საქმდება ადამიანი და ამთავრებს უნივერსიტეტს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქაც დაახლოებით იგივე манипуляცია, რაც ქალაქ თავკომბალასთან რო გვეუბნებიან, რომ აი თბილისი თავკომბალა გახდა, ამიტომ უნივერსიტეტები და რაღაც სტუდენტების რაოდენობა უნდა შემცირდეს თბილისში, გავიდნენ რეგიონებში და შეიძლება დაფიქრდე რომ რა არის კაცო, ცუდი რომ რეგიონებში გახვიდე და ასე შემდეგ, მაგრამ მე არადევნებ თვალს რომ 4200 სტუდენტზეა თუ 4300-ზე საუბარი. აქაც манипуляცია. და რატომ? ანუ თუ ამათ ადარდებთ კურს დამთავრებულების დასაქმება და თუ ამათ ადარდებს რეიტინგები. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის განცხადება, მოკლედ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას ISET შეუმცირდა სტუდენტების კვოტა 40%-ით ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. 165 სტუდენტიდან 100 სტუდენტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა ქვეყანაში, ერთადერთია ეკონომიკაში, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან, 6 წელიწადია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების ნომერ პირველი არჩევანია ეკონომიკაში, სტუდენტების 98%-ს აქვს სახელმწიფო გრანტი, 54%-ს ანუ ყოველ მეორეს აქვს სკოლის ოქროს და ვერცხლის მედალი მიღებული და კურს დამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი აქვს. რა გავაგრძელებ, უბრალოდ ISET-ის იგივე სამაგისტრო პროგრამაზე, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების კვოტა შემცირდა 50%-ით 30-დან 15-მდე. ისევ და ისევ ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა, ერთადერთი რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან, თორსტები გრენობილია, ხო? კი ბატონო, 70-მდე კურს დამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე ამერიკის და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა, აქვს კურს დამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა. და ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები კვოტა შეუმცირდა 58%-ით 35-დან 15-მდე. აქაც ერთადერთი პროგრამა, რომელიც აფინირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სტანდარტია, პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე. ანუ ხელიდან დაწევენ ამათ სტუდენტებს რა და ხომ არა, აი თავიანთ შინაგან ლოგიკაში არ ჯდება ეს. მაგას გეუბნები რომ მარჯვენა ხელმა არის ის მარცხენა ხელი რას აკეთებს? ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, იმიტომ ეს ერთი კაცის ეს ახირება ხალხო, რა ჯგუფური მიდგომა და ეს. არა, ხო, ვერ, იცით რა, ეს არის ტრაგიზმი ხა მე არა ვარ კლინიცისტი და ამაზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია, ჩემი კომპეტენციის ზღვრები მე მაგალითად ვიცი სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ როდესაც ადამიანი ამტკიცებს რომ ყველაფერი იცის და ბიოლოგზე მეტად იცის ბიოლოგია და ექიმზე მეტად იცის მედიცინა და ამ დროს ურთიერთობა აქვს ლადო კახაძესთან და გენო პეტრიაშვილთან, არა, იქ შეიძლება ამ ფონზე რაღაცები განუვითარდეს, ასე ვთქვა და ვერც ვერავინ ვერ ეუბნება მაგას. იგივე განათლების მინისტრი ვერ ეუბნება რომ ეს იგიჟე არის და ეს არ გამოვა. ხო და არ ვიცი მე ვიღაცა ამაზე ძალიან წაიტეხავს მე მგონი ცხვირს. იმიტომ რომ შეუძლებელია ეგეთი რაღაცა იყოს წარმატებული. უბრალოდ მე ვიძახი რომ ეხლა ეს ერთი წელი უნდა გავძლოთ რაღაცნაირად აი ამ სიგიჟეზე და შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ის, რისი შენარჩუნებას და გადარჩენაც შეიძლება. იმიტომ რომ ეს დიდხანს არ შეიძლება უბრალოდ გაგრძელდეს. ყველაფერი ჩამოიშლება დომინოს პრინციპით. წარმოუდგენელი არის რომ აი ეს კონსტრუქცია, რომელსაც ესენი აშენებენ, იყოს მდგრადი და ეს გადარჩეს, მიუხედავად ძალიან ბევრი კონფორმისტისა აკადემიურ სფეროში, ესეც უნდა ვთქვათ. უბრალოდ ელემენტარულად ისევ და ისევ, რასაც ამტკიცებენ, ის მაინც იყოს წყობილი და თამდეული. თუ მეუბნებიან, რომ დასაქმების გამო აუქმებენ პროგრამებს, მაშინ იმ პროგრამას როგორ ასაქმებენ, რომელსაც 99 და 98% აქვს დასაქმების
ოდენობა. მაგას ვლაპარაკობ ამ პროგრამას, რომელსაც პერსპექტივა აქვს 1500 კაცის და დაკავს 5-მდე. აი რასაც ხო, კი ბატონო. მარტივი რაღაცები, კიდე ძალიან მარტივი ლოჯისტიკური რაღაცები, ანუ არა იდეოლოგიური, ხო? ყველგან აკრძალეს სამართლის ფაკულტეტზე მიღებები თბილისის მასშტაბით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც იღებდა წელიწადში 500 პირველ კურსელს სამართლის ფაკულტეტზე, ახლა უნდა მიიღოს 1130 პირველ კურსელი. ყველგან აკრძალეს ბიზნესზე მიღება საჯარო სექტორში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა მიიღოს 1800 პირველ კურსელი ბიზნესის მიმართულებით. ვინმე მიკითხა, ამდენი აუდიტორია აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს? ამდენი პროფესორი, ამდენი ასისტენტი ყავთ. ანუ განათლების ხარისხის გაუმჯობესება თუ მინდა სუფთა ადმინისტრირების მხრივ ამისი რესურსი ამ ერთ დედა უნივერსიტეტს აქვს, რომ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს წელს მასთან გაორმაგებული და გასამაგებული კვოტით მოსულ სტუდენტებისთვის? ბიბლიოთეკაში მაქვს ამდენი სახელმძღვანელო? თუ ხარისხის გაუმჯობესება უნდა, ესე ხდება ხარისხის გაუმჯობესება? ჰოპ, რო ყველგან სხვაგან ყველაფერი დავკეტე და ერთ უნივერსიტეტში უნდა შევყარო ახლა 1800 და 1130 კაცი? და მათაც წლები დავაკლო, წლები დავაკლო ეს ცალკე თემა. ახლა მე არა ვარ სკოლის სპეციალისტი, მაგრამ იცით რა, აიმოდით. როგორც არა სპეციალისტებმა თქვა და მაგისტრატურაშიც, ხო? 10 წლიანი სკოლის განათლებით, არა, 10 წლიანი სასკოლო განათლებით ბავშვმა უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად უნდა მას ჩაბარება, რომ სკოლაში მე-11 კლასში რეპეტიტორიუმში გაიაროს მარტო ის საგნები, რომლებიც მის მიერ არჩეულ სპეციალობაზე ბარდება. 16 წლის ასაკში აი ამ გადაწყვეტილების წინაშე დგება მოსწავლე და მისი ოჯახი. რომ გადაიფიქროს. ჩემი შვილი მე-9 სამთავრებს და მე-10-ში გადადის. მართლა პირადად გავარ ამ და რო გადაიფიქროს, რა ვიცი, 25 წლის ასაკში შემეცვალა, მე ბევრ რაღაცაზე წარმოდგენებ და სხვა რაღაცების სწავლა დავიწყე მე. რომ გადაიფიქროს ეს ერთი. მეორე, მეუბნები რომ სასკოლო განათლების ხარისხი არ მივარგა და ვერ ვასწავლი ისე როგორც საჭიროა. 1 წლის მოკლებით ხარისხი როგორ იზრდება, სხვა თემაა და აქ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენ ქართულ ენასთან მიმართებაში. იმიტომ რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა მეცნიერებმა, თსეუს პროფესორებმა მათ შორის, ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ მთავრობისგან გამოეგლიჯათ საშუალება, რომ ქართული ენის სწავლება სკოლის გარდა ყოფილიყო უნივერსიტეტშიც სავალდებულო. და რამოდენიმე თვის წინ, ვიდრე ამ კონცეფციას გამოაქვეყნებდნენ, ითქვა მკაფიოდ და იყო ძალიან გაპიარებული სქემა, რომ სკოლაში ჩვენ ვერ ვასწრებთ და ვერ ვუზრუნველყოფთ ქართული ენის ხარისხიან სწავლებას, ამიტომ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატში შემოდის სავალდებულო სახით ქართული ენის სწავლა. ეხლა ნახეთ, მე რო ვარ უნივერსიტეტის პროფესორი, ესე იგი, შენ ჩემთან უშვებ სკოლიდან ქართული ენის უვიც მოსწავლეს, ხო, ესე გამოდის, ხო? მე მიმცირებ საუნივერსიტეტო პროგრამის ხანგრძლივობას, 4 წლიანი პროგრამა უნდა დავიყვანო 3 წელზე, მე უნდა მოვიკლო იქ ჩემი დარგობრივი საგნები, მაგრამ რაც სკოლამ უნდა გამიკეთოს ქართული ენის სწავლებაში, ის აქ უნდა დავამატო. რა ხარისხზე მელაპარაკებით საერთოდ? ხარისხი ეს არის ფიქცია, ეს არის ამ საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის манипуляციის თემა, რომელსაც ეუბნებიან, რომ მე ხარისხზე ვზრუნავ და ქართული ენა, ესე ფსევდოპატრიოტულ რაღაცებს აჭერენ ამეთი ხელს, ხო, ამ ღილაკებს, აი ქართულ ენას მივხედავ მე და ამ დროს ფიზიკის სწავლების ხარისხით გამიქვეითდება, იმიტომ რომ ფიზიკის საგნებს ვერ ვატევ მე 4 წლის მაგივრად 3 წელიწადში. სამართლის სწავლება გამიფუჭდება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის აი წარმოუდგენელი მავნებლობა, მავნებლობის მასშტაბებს რო დაუკვირდეთ უბრალოდ, რა. რასაც კი არ უნდა დაადოთ, ხელი ყველგან დამაზიანებელი იქნება ეს. დადებითი ერთადერთი, რაც გუშინ წინ როდის ვიყავით, იმედის ერთ-ერთი მეკითხებოდა, რომ დადებითი ვერაფერი ვერ დაინახეთ ამ იმაშიო, რეფორმაში. ერთადერთი დადებითი მე რაც დავინახე, ეს იყო ილუსტრაცია, რომ ძალიან კარგად გამოჩნდა აკადემიურ სფეროში ვინ არის. ეს ნამდვილად არ უნდა დაუკარგოთ, იყო ძალიან კარგი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, კარგად გამოჩნდა, ვის შესტკივა გული თავის დარგზე, ვინ არის თავის საქმეში კარგად ჩახედული ადამიანი და ვინ არის მედროვე კონფორმისტი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან ძვირი დაგვიჟდა ეს დიაგნოსტიკა ჩვენ. თუ განათლების სისტემა და მეცნიერება ჩამოვშალეთ ბოლომდე. კი ბატონო. დაწყე შევისაუბრეთ, აი ეს საბჭოთა რაღაცნაირ ნოსტალგია და ციტირებას ვახდენ, ანუ ირაკლი კობახიძის სიტყვებია, საქართველოში იყო ასეთი სისტემა, იყო ერთი უნივერსიტეტი, თსეუ იყო არა მარტო დედა უნივერსიტეტი, ერთადერთი უნივერსიტეტი 90-იან წლებამდე როგორც ასეთი. ხო, ამის მიღმა იყო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტი, პოლიტექნიკური და ასე შემდეგ, პედაგოგიური. ეს სისტემა ამობს
ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოყვა სწორედ ძალიან სერიოზული პრობლემები. მეტნაკლებად ჩვენ ვუბრუნდებით იმ მოცემულობას, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 90-იან წლებამდე, ვიდრე მოიშლებოდა უმაღლესი განათლების სისტემა და ვიდრე მას მიადგებოდა ძალიან მძიმე ზიანი და ძალიან მძიმე დარტყმა. და ეხლა ჯერხოდ საბჭოთა ნოსტალგია, მაგრამ მოდი გავყვეთ საბჭოთა მხედრად, რა? საბჭოთა კავშირი, როგორც ასეთი, ხო შეიძლება თქვა, რომ რაღაც დიდი სახელმწიფო იყო, ბევრ რაღაცას მიაღწია, გაგარინი გაფრენა კოსმოსში სამხედრო სექტორი. ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელსაც ესმოდეს, ვინც არ მოსწრებია იმან, თქვათ, ინტერნეტში მოიძიოს, ან სხვანაირად ინფორმაცია რა მოვიდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი პირველ რიგში მოშალა იმამ, რომ განათლების სისტემაც მთლიანად მორღვეული იყო, ანუ განათლების სისტემა ვერ უშვებდა პროფესიონალებს და საბჭოთა კავშირმა პირველ რიგში წააგო ეკონომიკური ბრძოლა. და ეკონომიკური ბრძოლა წააგო, იმიტომ რომ ვერავითარ პროდუქტს ვერ ქმნიდნენ სამხედრო ინდუსტრიის გარდა, ანუ T-72-ს იქეთ საბჭოთა ინდუსტრია ვერაფერს ვერ ქმნიდა. ხო? იგივე ეს სამეცნიერო წარმატებებიც რო შეხედო, უკვე 70-იანების მერე საბჭოთა კავშირში ეს ყველაფერი იკლებს. ხო? და ანუ აი ჯანდაბას იყოს რამე კარგის ნოსტალგია მაინც. ხო? აი, კიდე დაიჯერ. რა ისეთი უმაღლესი განათლების სისტემა ქონდა საბჭოთა კავშირს, რომ მას გამოეტირო. ზუსტად განათლების სისტემის მოშლამ, ეკონომიკის მოშლასთან ერთად ჩამოშალა ეს ამხელა მონსტრის სახელმწიფო. და ახლა მეორე ნაწილი კიდე რა, რაც მინდა თქვენი საუბროთ. ანუ აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენი ფაკულტეტი, რამდენი ახალი პროფესია, რამდენი ახალი სივრცე, ასე ვთქვათ, განათლებისთვის დაემატა მსოფლიოს 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ. ეხლა არის 2026 წელი. პირობითად 1990 წლის მერე, ხო? რამდენი წელია? 36 წელიწადია გასული. და ანუ რას უნდა დაუბრუნდეთ? ანუ ნანოტექნოლოგიები უნდა დაუბრუნდეს რას? ხელოვნური ინტელექტი? კი ბატონო. რომელიც არ არსებობდა? რას უკეთებთ ახლა მაგას? ინტერნეტი ინტელექტი კი არა, ინტერნეტიც არის. ინტერნეტი არსებობდა, ოღონდ შიდა რაღაცა დამალო. პაჩტოვი იაშიკი აი იქ იყო. მე საკანდიდატო მინიმუმს ვაბარებდი, მაშინ თბილისში იყო ერთი კომპიუტერი, 5-სართულიანი შენობა კიბერნეტიკის ინსტიტუტის. თავად კომპიუტერი იყო ამ ზონაში. ხო, მაგის იყო რო განმარტოთ 5-სართულიანი შენობა და იყო ერთი თბილისში. ესე იგი შესაბამისად არავითარი პროგრამები რაც ამ დღეს თანამედროვე მეცნიერების უამრავ დარგში არის გაჩნდა, არის გაჩენილი იმის მერე. ამის ნაცვლად თქვათ იდეოლოგიურ მასზე წრთობაზე ჩვენსაზე ზრუნავდა ისეთი საგნები როგორც არის მეცკომი, მეცნიერული ათეიზმი, პარტისტორია და ასე შემდეგ. ახლა რასაკვირველია ამ დონეზე დაბრუნება ნუ სრულიად გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ მოწყობის დონეზე დაბრუნებასაც, ხო, აქაც ეს არის სრულიად სხვა ეკონომიკის, სრულიად სხვა აზროვნების, სრულიად სხვა სისტემის ნაწილი. ანუ საბჭოთა კავშირში უნივერსიტეტში ჩაბარება იყო ფაქტობრივად, რომ შენ აღევხარ სამსახურში, გამზადებენ რაღაცა რამდენიმე წლის მანძილზე, იქაც 5 იყო ესე კაცმა რო თქვას, გამზადებენ რამდენიმე წლის მანძილზე იმ შენი პროფესიისთვის და მე რაც ლიკამ უკვე ახსენეს, განაწილების სისტემა იყო, ანუ ის შენი სტაბილური სამუშაო ადგილი გელოდებოდა, თუ უკეთესი გინდოდა, იქ უნდა გეზრუნა იმაზე, რომ რაღაცნაირად ამას ჩახსნოდი და მიგეღო თავისუფლება, რომ წასულიყავი იმ კვლევით ინსტიტუტში ან უნივერსიტეტში ან სადმე, თორე რაღაცა იყო შენთვის განსაზღვრული. ეხლა ამ ვითარებაში, როცა შენ იღებ ზუსტად იმდენ სტუდენტს, რამდენისთვისაც გააქვს გამზადებული ადგილი, ну შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ ეს ლოგიკურია. მაგრამ იმის მერე, ეს არის გეგმიურ ეკონომიკაში და ეს გეგმიურ ეკონომიკა დაგვექცა თავზე, ის არის, რომ მეცნიერებაში ზუსტად ეგრე ვიღაც ჩინოვნიკის დათვლილი, რომ ამაში ამდენი დამჭირდება, ამაში ამდენი დამჭირდება, ამან ვერ გაამართლა და ამიტომ როცა დაიწყო სწრაფი განვითარება მეცნიერების იქ სადაც თავისუფალი აზრი ფასობდა და იყო წახალისებული, იმან მოახდინა გარღვევა და ეს ჩარჩა წუმპეში. ისე რომ პრინციპულად ხო ეს არც თქვათ შინაარსის დონეზე, არც ორგანიზაციულ დონეზე დღეს მისაღები არ არის.
იგი ამისი ნოსტალგია და სწორება იმაზე, რომ მოდი დღეს ჩვენ ავაშენოთ რაღაცა, რაც ცოტათი მაინც გავს იმას, ეს არის, სრული უაზრობა და ან გეგმაზომიერი მავნებლობა. უბრალოდ დავამატებთ მომენტს, ბატონმა ლევანმა ძალიან კარგად ახსნა. დღეს უმაღლესი განათლება მთელ მსოფლიოში არის გარდატეხის ფაზაში შესული. იმიტომ რომ რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა აქ, რომ ჯერ ეს ყველაფერი ვითარდება, რა ის 90-იანი წლები ხალხო ახლა ეს მართლა უკვე რაღაცა ფსიქიატრიული თემა არის, რა ის 90-იანი წლები, როდესაც მთელი ქვეყანა, მთელი ეკონომიკა, მთელი მსოფლიო გადადის სრულიად სხვა ტექნოლოგიურ რეალობაში, ხო? ჯერეთი ამ კოვიდმა გვანახა, რომ არსებობს ონლაინ სწავლება და ამან ძალიან სერიოზულად დაარტყა უნივერსიტეტებს, კამპუსების კულტურას და ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა. მერე ამ დიდმა ტექ გიგანტებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ უმაღლესი განათლების კონცეფციებში და თქვეს, რომ სულ არ მჭირდება კამპუსზე გაზრდილი ფილოსოფიაში გაწვრთნილი სტუდენტი, აგერ 3 და 4 თვიანი კურსებით დავასაქმებ და Google და Facebook და ესენი ამის ასე ვთქვათ ფრონტრანერები არიან და მიკროკრედიტების თემა შემოვიდა მერე, ხო? ეხლა ხელოვნურმა ინტელექტმა ისე ამოაყირავა სწავლების მეთოდიკური ნაწილი. თლიანად რომ ყველა ცდილობს რომ გადააწყოს ასე ვთქვათ პედაგოგიური მიდგომები საკლასო ოთახში და აუდიტორიაში მუშაობის პრინციპები ჩვენ არ ვიცით საერთოდ რომელი პროფესიები გადარჩება ხელოვნური ინტელექტის კვალობაზე ამის განვითარების კვალობაზე 2-3 წელიწადში რა რეალობის წინაშე დავდგებით და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის მაქსიმალურად მოქნილი და ავტონომიური სისტემა განათლებისა რომელიც სწრაფად და კომპეტენტურად მოახდენს რეაგირებას აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს ხო და ჩვენ სამამდროს პარალელურად ვაკეთებთ ჩვენ ვაკეთებთ ხისტ პარტიულ ხაზზე პოლიტიკურ ნებაზე და ვიღაცების კიდევ ერთხელ გავიმეორებ აკვიატებაზე აწყობილ სისტემას ძალიან მკაფიოდ იერარქიას და ყველა გადაწყვეტილებას პოლიციური მართვით ხო იღებს ვიღაცა ერთი ადამიანი ან უკეთეს შემთხვევაში რაღაცა ადამიანების მცირე ჯგუფი რომელმაც უნდა განმისაზღვროს მე რა როგორ და სად უნდა ვასწავლო ხელოვნურ ინტელექტს კარგად ერკვევიან? ესეც ყველაფერი კარგად იციან. რაღაცა მომენტში ესეთი სისტემის დე-ფაქტო ანუ რა ვიცი მე ქაღალდზე მაინც შექმნა რომ მოახერხეს, მაინც დადგებიან იმის საჭიროების წინ, რომ ვიღაცას უნდა რაღაცა კითხონ. ვიღაცა მოუწევთ რომ დაიბარონ და კითხონ როგორ ის ვიღაცა ისევ უნივერსიტეტიდან მოვა და ბარემ დაუტოვე რა უნივერსიტეტებს ეს თვითმმართველობის საშუალება რომ თვითონ გაარკვიონ რა და როგორ განავითარონ იმის მაგივრად რომ დღეს ქვეყნის ასე ვთქვათ მართლობა ხელს უწყობდეს უნივერსიტეტებს რომ იყვნენ თავისუფალი კონდეთ ნორმალური დაფინანსება გრანტების კანონით არ დაიხრჩოს ყველა რაღაცა ზედმეტი მილიონი რეგულაციით არ დაიხარჯოს. ეხლა რა გრანტებსაც იღებენ ხაზინაში იმათი გადანაწილება, ტენდერების რაღაცა იდიოტური გამოცხადება. გრანტის ფარგლებში თუ უნდა რომ ფურცელი და პასტა იყიდოს უნივერსიტეტმა სამნაირი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. იმის მაგივრად რომ ესენი ჩამოაცილო და შეუქმნა ნორმალური ფუნქციონირების საშუალება, აქ შემოდის დამატებითი რეგულაციები, აქ შემოდის ხისტი კონტროლი, აქ შემოდის გადარჩევა და ამას არც მალავენ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პროფესორები უნდა გადაანაწილონ, ადგილები უნდა გადაანაწილონ, ისე რომ ჩვენ ამის დასაბუთება ვერ ვნახეთ. ამიტომ ჩვენ წავაგებთ. ანუ მე მინდა სწორედ გაიგოთ ახლა ესეთი ემოციურად რომ ლაპარაკობ. მე მარტო იმას კი არ ვდარდობ, რომ ესენი ეხლა აქ ამინგრევენ კონკრეტულ უნივერსიტეტებს. სოხუმი იქნება ეს, თუ ილია იქნება, თუ ზუგდიდი სხვათა შორის. აქ მე ვდარდობ იმას, რომ ეს ყველაფერი დაარტყავს ქვეყნის ეკონომიკას და ისე ჩამოვრჩებით, რომ ფეხზე ვეღარ დავდგებით ვეღარასოდეს. თანამედროვე რეალობაში. კი ბატონო, ეხლა ერთ საკითხი მინდა კიდე რომ გავიაროთ, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ხო? ანუ გერმანიის მაგალითი მოიყვანა ბატონმა კობახიძემ, რომ ნახეთ გერმანია რა აღოთ, გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპია. ნუ ჯერ იმას შევეშვათ, რომ უნივერსიტეტის ავტონომია მყარად არის. ყოილი, იმიტომ რომ პრინციპი ეგ არ არის. ხო, ეს არის ამათი რაღაცა გამოგონილი. ხო, პრინციპის რანგში ამის აყვანა რადიკალურად ცვლის ვითარებას. ანუ გერმანიის ძალიან ბევრ ქალაქში არის თითო უნივერსიტეტი და ეს მოიტანა იმან, რომ აი შუა საუკუნეებში, რომელსაც უკვე ვამბობდი, რომ შექმნეს ესეთი ოაზისები თავისუფალი აზრის, იქ რომელიღაცა თავადმა, ვინც ეს უნივერსიტეტი დაარსა, დაასპონსორა. ხო, და შექმნა ერთი. და შემდეგ იმან როცა დაიწყო განვითარება, ხო, ნუ პრინციპში იმ ქალაქში რაც იყო ინტელექტუალური მიიღო, შეიწოვა და ჩამოყალიბდა ამა თუ იმ ტიპის ცენტრად.
ეხლა ისეთ ქალაქებში, სადაც არ იყო ავტორიტარული მმართველობა, მაგალითად იგივე ბრემენში, ქუთაისზე ცოტა დიდია, ბევრად დიდი კი არ არის, მაგრამ ორი უნივერსიტეტია. რატო ისინი ხანძის ქალაქები, თავისუფალი ქალაქები, იქ სხვა დამოკიდებულება არ იყო, რომ იმ კორსურსმა დააარსა უნივერსიტეტი და იმის სახელი ქვია, ხო? იქ სხვა დამოკიდებულება იყო და ამიტომ იქ რაღაც ერთი ჯგუფი იყო, იმან რაღაც ერთი სასწავლებელი შექმნა, მეორე ჯგუფი იყო, მეორე შექმნა და არავის არასოდეს არ უთქვამს, რომ არ შეიძლება ორი უნივერსიტეტი ერთ ქალაქში. რაც შეეხება იმ დიდ ქალაქებს, ხო? ერთი ფაკულტეტი. არა, ფაკულტეტზე მით ეს არის ძებნება, არის ძებნება ეგ პრინციპი არსად უბრალოდ. საქართველოს ამოდის მარტო. შეუძლებელია, ანუ საქართველოს ამოგიხდებათ მარტო მაგ პრინციპს თუ შეიტანთ. ეგ და სხვა მაგალითი არ არის. ხო, ორი დიდი უნივერსიტეტია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ერთი GDR-ის იყო და მეორე FRG-ი. იმიტომ რომ და მეტიც არის. ბერლინში არის 7 თუნდაც. ხო, არის რასაკვირველია. დიდია თქვენ რაც გულით. ხო, ორი დიდია ჰუმბოლდტი და ჰუმბოლდტი და თავისუფალი ფრაიერი. ხო, მაშინ მიუნხენში ტექნოლოგიურიც არის, მაშინ LMU ტუმი და ბუნდესვერის უნივერსიტეტი. ჰამბურგშიც რამდენიმეა, რამდენადაც ვიცი. 3-ია ჰამბურგში. ეხლა იგივე მილანში მაგალითად ვიცი, რომ არის ერთი ჩვეულებრივი, ერთი ტექნიკური, მაგრამ იმ ტექნიკურსაც ამიტომ თუ იმიტომ აქ ფაკულტეტი, რომელშიც აი ჩემუცნაურ რაღაცებს სწავლობენ და ჩემი კოლეგა სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო. აი და პარენებს და დამწერლობებს სწავლობდა რატომღაც ტექნიკურ უნივერსიტეტში. ანუ რაღაცა დალაგდა, შეიძლება გეხამუშებოდეს, შეიძლება გეუცნაურებოდეს, ისე იგი ცხოვრებას მოაქვს რაღაც. რაღაცა შეიქმნა ისტორიულად და არ უფიქრია არასოდეს არავის რომ მოდი ეხა მე გადავარჩევ ამას და ვეტყვი რომ შენ ესე გააკეთე, შენ ისე გააკეთე. თუნებას მომცეთ უბრალოდ რაოდენობებს წავკითხავ რა. ბერლინი 7, მიუნხენი 4, ჰამბურგი, კიოლნი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, დრეზდენი, 3 უნივერსიტეტი, სხვადასხვა ქალაქებს ზოგს 2 აქვს, ზოგს 1. აი თქვენ რაც ბრძანეთ. იქ ქალაქი ერთი უნივერსიტეტი ძალიან პატარა ქალაქია ბავარიაში, ერლანგენი, მაგალითად, ფიხტი ასწავლიდა. მან პატარა ესეთი ხა ჰაიდელბერგის და იმის ბამბერგის ზომის უმიკაც თითო არის. ფიხტი ასწავლიდა რა და მოცკუპულ დააქვს ნახევარქალაქზე მეტი უნივერსიტეტია. კი, უბრალოდ ყოფილა ვიცი, მაგრამ ახლა სხვა ქალაქებზე გადავიდეთ. ფინეთი, ჰელსინკის 3 უნივერსიტეტი, მათ შორის ჰელსინკის უნივერსიტეტი არის 1640 წელს დაარსებული, ანუ დედა უნივერსიტეტი და ასე შემდეგ, მაგრამ 3 უნივერსიტეტია მან. საფრანგეთი, პარიზი 5, ლიონი 3, გრენობლი, მონპელიე, ბორდო, რენი 2, გაერთიანებული სამეფო, ან ინგლისი, შოტლანდია და ასე შემდეგ, ლონდონი არის 6 უნივერსიტეტი წარმოადგენს სხვა ქალაქებს უბრალოდ. არ შევეხები იტალია, რომი 4, მილანი 3, ნეაპოლი 3, პიზა, პატარა პიზა 3, ტურინი 2, პოლონეთი, ვარშავა 3, პოზნანი, ლიუბლინი, ლოძი 2, გაჭირვებული შვედეთი, რომელსაც ჩვენ აქიდან უნდა მივხედოთ. კირცხალია საპატრონო. შვედებს ძალიან ხო უჭირთ საწყლები, აქიდან რომ უნდა უპატრონოთ ქართველებმა. სტოკჰოლმის 3 უნივერსიტეტი, გოტენბურგი 2 უნივერსიტეტი და ბოლოს რუსეთი, მოსკოვი 5 უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის 3 უნივერსიტეტი, ტომსკი 2 უნივერსიტეტი და ყბადაღებული ჩელიაბინსკშიც კი არის 2 უნივერსიტეტი, სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩელიაბინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს უბრალოდ მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, რეებს უმტკიცებენ ქართველ ერს და რამდენად, ანუ როგორ ატყუებენ, რომ ინტერნეტამდე და Google-ამდე კაცი შვილი ვერ აღწევს. რა? მეტი არაფერი, ეს არის ყველაფერი გადამოწმება და ინფორმაცია. რადგანაც მე უტიფრად დაგიждდება და გეტყვის რომ არა, მე ეს არ მithქვამს და მე ეს არ მომისმენია. ხო, ანუ აქ არის უბრალოდ უტიფრობის ზეიმზე გვაქვს საუბარი, მაგრამ კიდე ერთხელ ხო ვიღაცის უტიფრობას გავატარებ, მე მაინტერესებს შედეგი, რა შედეგი დადგება. და რისი აღდგენის საშუალება მომეცემა მას მე რაც ესენი წავლენ. რისი გადარჩენას მოვახერხებთ. ეს ხო ესეთი იოლი პროცესი არა, რაღაც შექმნა. რა, არც ფაკულტეტის შექმნა. ნებისმიერ ამის შექმნა ძნელია ეს. ჭიქა რო არის, რავი, ეს ჭიქა თუ გატყდა, მაგის აღდგენა ძნელია და ეს ფაკულტეტები რო დაიშლება, ზოგი იქეთ წავა, ზოგი აქეთ წავა, რო აირევა, რაღაც ბაბილონის გოდოლივით სიტუაცია რო გაიჩნდება, მე რა ხდება?
ისეთ რა ძალიან მარტივად ესენი ჩვენ გვეუბნებით რომ წადით ამ ქვეყნიდანო ხო რამდენჯერმე უთქვამთ პირდაპირ და ეხლა მე თუ დავკარგე სამსახური ჩემი ფაკულტეტი თუ დაიხურა და მე თუ ჩემმა კოლეგამ დასავლეთიდან შემომთავაზა იქ გადასვლა რატო უნდა გავჩერდე აქ ხო და მე თუ მოვეწყე მე გერმანიაში ან ბრიტანეთში ან იმ დაქცეულ შვედეთში შეიძლება უკან აღარ დაუბრუნდე საქართველოში ხო აი მაგას გეუბნებთ ეხლა კარგი პროფესია შეიძლება ვიღაცა ძალიან ასაკოვანი აღარ წავიდეს ვიყო და თავისი ოჯახური სიტუაცია აქვს ვიღაცა შეიძლება ახალგაზრდა არ წავიდეს მაგრამ ჩვენ ან კარგავთ ფიზიკურად ამ ხალხს რომელიც წავა საზღვარგარეთ ან მოხდება ამ ხალხის გადასვლა რაღაცა სხვა სექტორებში და შესაბამისად დეკვალიფიკაცია ეს ადამიანი დაკარგავს თავის კვალიფიკაციას როგორც წარმატებული მეცნიერი მე რო ეხა დღეს ბიოლოგი გამოვიყვანო ლაბორატორიიდან და იმან პირობითად დაიწყოს ყავის მოდუღება სადღაც რო ოჯახი არჩინოს არა 3 და 4 წლის შემდეგ ის რო ლაბორატორიაში დაბრუნდება მას ძალიან ბევრი დრო დასჭირდება მის თავისი კვალიფიკაცია როგორც ბიოლოგის აღიდგინოს ყველა ვარიანტში ვაზარალებ მე ამ ხალხს. ამიტომ ჩემი ინტერესი უნდა იყოს ეს ადამიანები შევინარჩუნო სექტორში მაინც. რამდენის შეფარებას და გადარჩენას მოახერხებენ კერძო უნივერსიტეტები. ძალიან ცოტას, იმიტომ რომ შეეშინდებათ. მხოლოდ იმ სურვილი შეიძლება გქონდეთ და ძალიან შეეშინდებათ იმათ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორი ტერორი, ესეთი ტერორისტული სიტუაცია შეიქმნა, რომ ეხა იგივე განათლების სფეროზე რო ლაპარაკობ, მე ქუჩაში მხვდება ხალხი, ვინც მეუბნება, რომ ჩვენ თვითონაცო ვერ ვწერთო და აი თქვენ რასაც რას ვწერ ამისთანაც, იქაცო მოწონებას ვერ ვსვავთ, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიღაცა მოგვადგეს ამაზეო. აი ესეთი ტერორისტული გარემო შექმნეს აქ, შიშის და რა ვიცი მე უიმედობის გარემო შექმნეს და ამ პირობებში გვთავაზობენ განათლების რეფორმას. კი ბატონო, უბრალოდ აი თქვენ რას ბრძანეთ აი კვალიფიკაციის დაკარგვაზე და იმაზე რა დაიხურება ბექა კობახიძეს ქონდა ილიას უნივერსიტეტში. ერთ-ერთი საუკეთესო სამაგისტრო პროგრამის ავტორი არის. აი, ხო გვიმტკიცებენ, ხო არის მავნებლობა. ხო გვიმტკიცებენ, რომ ამათ ქართველობა, ისტორია რაღაც ადარდებთ და შემდეგ. ილიას უნივერსიტეტის ისტორიის კურსი, ბოლო კურსი, რაც ახლა წაიკითხება, დახურვის წინა ბოლო სემესტრის ცხრილი. როგორ გამოიყურება? ორშაბათი, ხანგრძლივი მე-19 საუკუნე, ალექსანდრე მიქაბელიძე, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სამშაბათი, ნაციონალიზმი, ადრიან ბრისკუ, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი. ოთხშაბათი, საუკუნის დასასრული, ჰუბერტუს იან, კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, კი ახსენა კემბრიჯი. ხუთშაბათი, რუსეთის ისტორია პეტრე დიიდან ლენინამდე, ალექსანდრე მიქაბელიძე, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პარასკევი, საქართველოს ისტორია 1890-1921 წლებში სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ანუ ეს უქმდება მარტო ისტორიაში. ეხლა აი ამის აღდგენა პირობითად რამდენი ხანი დაჭირდება? ჯერ ამის შექმნას რამდენი დაჭირდებოდა? ანუ ამ ხალხმა ხო თავისი დაძაბულ გრაფიკში გამონახა დრო, ჩასვა იქ ეს საქართველოს თემა, ხო, ჩამოდიან აქ სტუდენტებს ამასაც სპეციალისტებზე ტაციობა არის. ვინ გაგიჩერებს ამას ასე ცალკე, ხო? და ვინ დაგელოდება რომ შენ სანამ მოეგები გოლს და სანამ იქნება აღადგინო ეს პროგრამა? და აი ამ ხალხს დავკარგავთ ჩვენ ხვალვე. ერთად ქალბატონო კიდევ უბრალოდ გავაგზავნე რა სამაგისტრო პროგრამები გააუქმეს ილიას საბუნებისმეტყველო ყოველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტს. გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი ანიჭებდა ბიოქიმიის მაგისტრის. კი ბატონო, ბაჩო სოლომონიას და დათო მიქელაძეს პროგრამებია ეს, საუკეთესოების შემასწავლებლები იყვნენ. კი ბატონო, მოლეკულური ბიომეცნიერებები მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი ანიჭებდა მოლეკულური ბიომეცნიერებების ხარისხს. ნეირომეცნიერებები მხოლოდ ილიას უნივერსიტეტში იღებდნენ მაგისტრის ხარისხს. ჩემი კოლეგები მუშაობენ იქ. ეკოლოგია, ბუნების დაცვა და მეტყევეობა, ფიზიკა და ასტრონომია. დათო თახნიშვილი საუკეთესოები ლექსო გავაშელი არის. საუკეთესო ხალხი, საუკეთესო პუბლიკაციებით. აი გული მისკდება ამას რო კითხულობთ ახლა. და აი ბოლოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა ინგლისურენოვანი და არ და მედიცინა არ არის, ეს არის მენეჯმენტი, ანუ მართვა არის ჯანდაცვის სისტემის და საქმე რა შეიძლება განაც გასაგებია, რომ ქვეყანაში და ხელისუფლება რომელმაც დაიჭირა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მილიონების მოპარვისთვის და 500,000 გირაოთი გამოუშვა, გასაგებია რომ იმ ხელისუფლებას და ასეთ ქვეყანას შეიძლება არ აინტერესებდეს ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი, მაგრამ რეალურად ამ კურსის მაგისტრანტებს ხო შეუძლიათ რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემა. ხო რომ ჩვენი ბავშვები აქ არ იღუპებოდნენ და რაღაც აი მაგიტომ ვუბრუნდები ჩემს კითხვაზე, როგორი ქვეყნის აშენება უნდათ? ამას რო აუქმებ, ესე იგი როგორი ქვეყნის აშენება გინდა? ნუ ხა რაკურსები ჩამოვთვალე, ხო? ხინკალი ხაჭაპური, აი ეს ქვეყანა უნდა. აი ჩემთვის უცნობი სახელები უბრალოდ თუ შეგიძლიათ, ანუ მეტი მითხრათ, აი სიამოვნებით მოვიშვენ. ანუ აი
ყველა ესაც ჩამოვთვალე ხა მე ხო ეს არის ხალხი, რომელიც არის ჩემი შემდგომი თაობები, რომლებმაც ყველამ უკლებლივ ისწავლა ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. იქ დაიცვეს დისერტაციები. შვენივრად შეეძლო ყველას დასავლეთში კარიერის აწყობა. იმიტომ რომ იქ არის headhunting-ი და ეს ხალხი ყველა დაბრუნდა საქართველოში და აქ ნოლიდან ააწყეს ეს ახალი კურსები და რაც რთული არის, ნოლიდან ააწყეს სამეცნიერო ლაბორატორიები. და ამათ ესე მარტივად ველევით. ამ ხრივ შეიძლება შეადარო იმ თესეუს დამფუძნებელი მამების. ზუსტად, ანუ ეს ზუსტად, რომელიც არის დაბრუნდნენ. კარიერა იქ გადადეს და აქ დაიწყეს. ყველა შეეძლო შვენივრად გერმანიაში და შვედეთში ცხოვრების გაგრძელება ივანე ბერიტაშვილსაც და უზნაძესაც და ასე შემდეგ, ხო? და ეხლა ნახეთ კიდე როგორი უხერხულობა შეიქმნება. აი თუ მივუშვით ეს და თუ მიეცათ საშუალება ეს გაკეთონ. მოხდება მერე იგივე ილია უნის კანიბალიზაცია, ხო? ანუ ნახეთ, არ მივიღებთ თქვა ბიოლოგიის და ფიზიკის მიმართულებით, ეს მილევად რეჟიმში 2-3 წელიწადში ყველაფერი დაიხურება, რას უკეთებთ იმ ლაბორატორიებს, ან იმ ბიბლიოთეკებს? და მე მოხდება ამის გადალოცვა, ასე ვთქვათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე თუ ვზივართ ესეუში, როგორ უნდა მივიღო ჩემი კოლეგას მოპოვებული აპარატურა და ლაბორატორია როგორ უნდა ავადღლიზო იმას ხვიწინდა და წამოვიღო ჩემთან ანუ აქ ზნეობრივი თემაც დგება კაცო ტექნიკურადაც შეიძლება გავაფუჭო ხო ელემენტარულად ეხლა მე არ ვიცი თქვენ მაგ ახლა ჩვენ მე კალიბრირება ხდება ტექნიკის ერთ ადგილას რომ დავაყენებ რაღაცა აპარატსა რა იმის ირგვლივ თითის წვერებზე დავრბივართ იმიტომ რომ იქ არ შეიძლება რაღაცა ჰაერმა სხვანაირად შეუბეროს ეხლა ესე არ არის რომ მე მოვხსენი დემონტაჟი გავაკეთე ერთ ადგილას და გადავიტანე მეორეზე ამაზე კიდევ თვეები უნდა დაკარგო. ხო, თვეები უნდა და ანუ ტექნიკურად მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ზნეობრივი ფაქტორი. ესე იგი, რას გვეუბნება ჩვენ ხელისუფლება, რომ ერთ უნივერსიტეტს რაც აქვს ინფრასტრუქტურა, იმას მერე ჩვენ ჩავხსნით და გადავცემთ მეორეს, რომელსაც დედა უნივერსიტეტს ეძახიან? ეს წესიერი საქციელი იქნება? თუნდაც რომ შევეშვათ ზამთრaan წესიერი და არ წესიერი იქნება, არის დიდი პრობლემა, რომ ამით ზამთრaan დაიკარგება ხარისხი, სრულიად ხარისხი არ გაუმჯობესდება, ხა ამაზე მოდით, ამაზე ვთანხმდებით. ხარისხი ესე არ გაუმჯობესდება. მხოლოდ დაიკარგა. გასაკვირველია. და მე ეს აკვიატება, რომ სახელმძღვანელოებს არ წერენ და სახელმძღვანელო უნდა იყოს. მე არ ვიცი, შეიძლება სამართალში შეიძლება ერთი ფუნდამენტური სახელმძღვანელო დაწერო, რა ვიცი, ლათინურ ენაზე და ის იქნება სულ. ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ნებისმიერ საბუნებისმეტყველო დარგში, მედიცინაში, რა სახელმძღვანელო, სანამ მე სახელმძღვანელოს დავწერ და მას გამომცემელთან მივიტან, კიდე რაღაცა ახალი ხდება იქ. იქ უკეთეს შემთხვევაში რიდერებით ვასწავლით, იმიტომ რომ რაღაცა ცოცხალი ამბავი თუ გინდა სტუდენტამდე მიიტანო და სხვათა შორის სახელმძღვანელოების თემა ძალიან ცუდად დაარტყავს სკოლებსაც, იმიტომ რომ იქ ითქვა, ანუ გადავხდი სკოლების თემაზე, რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება. ესე იგი, საგამომცემლო საქმეს საერთოდ სპობენ საქართველოში. იმიტომ ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს ციგნების და გამომცემლობები სახელმძღვანელოების განვითარებით და ბეჭდვით ირჩენდნენ კიდე რიგ შემთხვევებში თავს. არა, და იქ პროცესი სრულიად სხვა იყო, იმიტომ რომ მე რა იმაშიც მონაწილეობდი, ხო, არსად არ ამიღია ჩემ თავზე, რომ სრულად ვიზამ. მე ჩემ ნაწილს ვაძლევდი და იქ იყო სპეციალისტი, ვინც იცოდა სკოლის სახელმძღვანელოში როგორ მოარგოს ის ჩემი დაწერილი რაღაცა ხო იმას რა ჭირდება როგორ ჭირდება ახლა სამინისტრომ შეიძლება რაღაცა იდეოლოგიურად გამართული თავისთვის მოსაწონი ტექსტი გააკეთოს მაგრამ უამრავი რაღაც დეტალია ხო რომელიც არ შეიძლება მან გინდა ბეჭდვის ხარისხის თვალსაზრისით გინდა პედაგოგიკის რაღაც ილეთების თვალსაზრისით და ის გამომცემლობაში ხო ვისთანაც მქონია თანამშრომლობა ეს იყო აწყობილი გუნდი სადაც ყველამ თავის საქმე იცოდა და ის საბოლოო პროდუქტი იყო გუნდური მუშაობა ხა კი ყდაზე შეიძლება ავტორად ეწერა ვინც რაღაცა დაწერა მაგრამ იმას ვინც ფორმა მიცა ხო არა რედაქტორიც ეწერა ხო არა ნუ მაინც სახელმწიფოს ავტორი იმას ქვია ვინც კი არა ნამდვილად ხო მაგრამ რეალურად მე მაგალითად იმათ შრომას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ იმიტომ რომ ის ჩემი ნაწილი შეიძლება არასწორად რო ჩაედოთ სრულიად უაზრო იქნებოდა და ეს როგორ უნდა გააკეთოს სამინისტრომ ხო წარმოუდგენელია ნუ აი ეხლა გვაქვს თან მანდაც კონკურენცია ჩემი აზრით ძალიან საჭიროა ხო იმ მასწავლებელსაც მოსწავლესაც ტვინის განძრევის საშუალება რატო არ უნდა მიცეგათ რატო უნდა უთხრა რომ მორჩა ეს არის და გათავდა კი ბატონო ნუ ეხლა გვაქვს მოგეთ სიტუაცია როდესაც გვიმტკიცებენ რომ რეიტინგებისთვის უნდა
ზუსტად და ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი რეალურად იხურება. და რეიტინგული ფაკულტეტები სხვა უნივერსიტეტებში. გვეუბნებოდნენ, რომ დასაქმება და შრომის ბაზარი აინტერესებდათ და ანუ რაც ჩამოთვალეთ იგივე ისეთის პროგრამები, ისე შემცირებული. არა ჩვეულებრივი ილუსტრაცია არის. საერთოდ არ არის. და კვოტებიც ისეა განსაზღვრული, რომ აი საიდან მოიტანეს. არა, სრულიად ისიდან. სოციალურ ქსელებში გავირუსდა ესე ვთქვათ, თქვენ რო ეკითხებით, რომ აი საიდან მოიტანეთ და ქალბატონ ლიკა ამბობს იქ, რომ deep state-მა ჩაჩურჩულად რაღაცაო და აი კიდე ერთ მომენტში რა პრინციპით დახურეს რაღაც პროგრამა და რა პრინციპებით გადარჩა რაღაც პროგრამა. ეგეც გაურკვეველია, ანუ პირობითად კომპიუტერული მეცნიერებები იქნება TSU-შიც და ილიაშიც რაღაცა, ანუ ეს არა ყველაფერი არის გაუგებარი, მანდა ესე ვთქვათ რა, გაუგებარია ვინ რა პრინციპით ეხმარება, კაი დაჭერეს ეს. რატო დაჭერეს, როგორ დაჭერეს, რითი ეხმარება? ხარისხი იყო ამოსავალი პრინციპი, თუ ტრადიცია იყო ამოსავალი პრინციპი და რა არის ამ პრინციპზე მიჭიჭინება, როდესაც შენ უნდა თქვა წირი რესურსი გვაქვს, კი, წირი რესურსი გვაქვს და ეს წირი რესურსით რა შედეგსაც მიაღწიე, იმასაც ანგრევ, რომ შენს პრინციპს შესწირო ეს ყველაფერი. ხო, ზუსტად ეს გამორჩა, მადლობა რომ თქვი, რა რესურსები, პირიქით რესურსების დაზოგვა თუ გინდა, ეგ არ უნდა გააკეთო. არ უნდა გააკეთო, არა. ამ რესურსსაც დავკარგავთ. ამ რესურსსაც დავკარგავთ. რეიტინგებზე ლაპარაკიც ახლა ასეთ ვითარებაში არის სრული აბსურდი. იმიტომ რომ რა არის რეიტინგი, ხო საერთოდ ეს რენკინგი რისთვის გინდა? გინდა იმისთვის, რომ ვიღაცამ გარედან შემოგხედოს, ის უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს, რაღაცა კონტაქტზე წამოვიდეს შენთან ვიღაც, შენ თუ აქვს ინის ფარდა ჩამოუშვი. ერთი უნივერსიტეტი გააკეთე. იმ სტუდენტს არც ქართველს ალტერნატივა არ აქვს წავიდეს და უცხოელს უბრალოდ არ უშვებ. რა ჭირად გაინტერესებს ის რაღაცა ნომერი? ის შენ როცა მსოფლიო ბაზარზე ხარ, მაშინ გინდა. საკვირველი, აბსოლუტურად და ეხლა რომც პირველი ნომერი გახდე და გაუსწრო ჰარვარდს, თქვათ. რა ხეირი რო? ჩვენ გამოგჩეთ ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ამათი აკვიატება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უგრძელავენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეხლა ეს არის აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ სწორედ რამოდენიმე დღის წინ ამომიგდო ირაკლი კობახიძის ჩაწერილი ვიდეო, სადაც ის მიგრაციაზე ლაპარაკობს და განსაკუთრებით ახსენებს თუ რა სარგებელი მოაქვთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოში, რომ 37000 სტუდენტი იყვავს და რომ 10000 სამუშაო ადგილი შეიქმნა ამის გამო და რომ 300 მილიონი ლარი შედის ყოველწლიურად ბიუჯეტში ამის გამო და პარალელურად უნივერსიტეტს უკრძალავ ამ სტუდენტების მიღებას. ეჩვენებათ, რომ ეგ ფული შეიძლება გადაითამაშონ საკუთარ ბიზნესზე. არა, მე ვიცი რომ არ მოხდება, მაგრამ შენ თუ ქვეყანას დაუკარგე სტატუსი საგანმანათლებლო სივრცეში, ის ვალი ხო არა აქვს ჩემი მინდოელ სტუდენტს, რატო ჩამოვა ახლა? ჯერეთი როდესაც ეს ხმა გადის ქვეყნიდან, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება უცხოელი სტუდენტების მიღება, რა, ეს უკვე ძალიან დიდი რეპუტაციული დარტყმა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, ვთქვათ იგივე აზიურ რეგიონში, იმისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლოს. ნდობის ფაქტორია, რეპუტაციის ფაქტორია, რეპუტაცია რა არის, ამათ არიციან, მაგრამ ქვეყანას მარტო ასე ვთქვათ მატერიალური ზარალი კი არ ადგება ამ რეფორმით, რა და ინტელექტუალური, ჩვენ რეპუტაციული ზარალი გვაქვს. ამ რეპუტაციაზე ვიმუშავეთ წლების განმავლობაში. მე თავი იმით მომაქვს, რომ ერაზმუსის პროგრამაში ვიყავით წამყვანი ქვეყანა 27 პარტნიორ ქვეყანას შორის და ეხლა ერაზმუსის პროგრამების მესამედი დავკარგეთ ამათი ანტიევროპული პოლიტიკის გამო. ამაზე ცალკე მაქვს გული გახეთქილი. ამას რო ვუყურებ, რა ხდება ამდენი წლის ნამუშევარს, როგორ გვანგრევენ თავზე საერთოდ. აი სხვა თუ შეგიძლიათ რომ აი ერაზმუსის პროგრამების დაკარგვით რეალურად რას კარგავს ქართველი სტუდენტი ეგეც რო ვთქვა სტუდენტებზე ეს კონკრეტული ნაწილი მადლობა ღმერთს ესე არ აისახება ერაზმუსის პროგრამას აქვს სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამები და აქვს უნივერსიტეტების განვითარების პროექტები უნივერსიტეტების განვითარების პროექტებში რაღაცა ნაწილი იყო სპეციფიკურად განათლების სამინისტროს სავალდებულო ჩართულობით გასაკეთებელი პროექტები, რომ სისტემურად უმაღლესი განათლების მდგრადობა გაძლიერებული იყო. და რადგანაც ჩვენ გვაქვს ანტიევროპული პოლიტიკა, ევროკავშირმა თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ისინი არ დააზიანებენ. შესაბამისად, ჩვენ ეს პროექტები დავკარგეთ. არ დააფინანსებენ, ბოდიში რა ვთქვი. არ დააფინანსებენ და შესაბამისად ჩვენ ეს პროექტები დავკარგეთ. და ამ ტიპის პროექტებით ჩვენ გვაქვს შექმნილი ქვეყანაში კვალიფიკაციების ჩარჩო, უნივერსიტეტების მესამე მისია, რეგიონული უმაღლესების გაძლიერების პროექტი პლაგიატთან ბრძოლის პროექტი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი დაიკარგა და ანეკდოტი მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროექტიც ასევე ერაზმუსის მხარდაჭერით იყო და
დეკემბერში კანონმდებლობაში ცვლილება რო შეჰქონდა ზვიად გაბისონიას განმარტებით ბარათში ეწერა რომ ჯერო ერაზმუსის ეს პროექტი არ დასრულებულა და ამიტომ ჩვენო გადავადებას ვითხოვთო აი ეს პროექტი დასრულდება და გავიგებთო როგორ უნდა ავაწყოთ ონლაინ სწავლებაო როცა სჭირდებათ კარგად იყენებენ მაშინ ამ ერაზმუსის პროგრამას და ამ ევროკავშირის დაფინანსებას მაგრამ აი ეს შესაძლებლობა დავკარგეთ უკვე და ამაზე ანუ ყველაფერი მართლა ფულზე ხო არ დაიყვანება რა ფულიც ხო თავისთავად გვიჭირს ვინ უნდა დააკომპენსიროს ის თანხები რომლებსაც კარგავენ უნივერსიტეტები საერთაშორისო პროექტებისაგან ჩახსნით და უცხოელი სტუდენტებისაგან. ფული ერთი თემაა და ძალიან სერიოზული თემაა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს შენ კონკურენტული ვერ იქნები თუ ხარ ღატაკი უნივერსიტეტი, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ეს ფული მოაქვს, ეს არის შენი სანდოობა, შენი რეპუტაცია და შენი იმიჯი აკადემიურ სფეროში და ამას ვკარგავთ, იმიტომ რომ ეხა ბრმა და ყრუ არავინ არ არის. ერთი ძალიან ბევრი მხარდაჭერის წერილი შემოვიდა ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო და ეხლა ეს ყველაფერი თუ განხორციელდა, ეხლა თუ ნახეს რომ აი ესე დაჩეხეს უნივერსიტეტები, იგივე ტექნიკური უნივერსიტეტი, იგივე თბილისის სახელმწიფო გამოშიგნეს ყველა რეგიონული უნივერსიტეტი, არა? რომელ ჩემს უცხოელ კოლეგას მოუნდება ჩემთან გრძელვადიანი თანამშრომლობის აწყობა. იმიტომ რომ იმანა უნდა იცოდეს რომ მე ვიარსებებ ხვალ და ხვალ რომ დამხურონ, აგერ ბატონ ლევანს ქონდა მშვენიერი მაგალითი იენის უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა როგორ ვითარდება. იენა რომელიც იყო ჩვენი პარტნიორი 60-იანი წლებიდან. ეხლა გითხეს რომ აღარაა, ბოდიშია. აუცი ბატონ ლევანი იტყვის ამასობად. 60-იანი წლებიდან არის ეს ჩვენ უნივერსიტეტებს შორის მეგობრობა თანამშრომლობა, მათ შორის ჩემ დარგშიც. და ესე იგი შარშან თებერვალში იყო უკვე რაღაცა ეჭვები ქონდათ, მაგრამ მომმართეს რომ შენ რას ფიქრობო, როგორ მოვიქცეთო. მე მაინც ვუთხარი რომ ცხოვრება გრძელდება და ნუ ახლა იმედია მოვახერხებთ ურთიერთობის გაგრძელებას. ჩამოვიდა საკმაოდ დიდი დელეგაცია იქიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც და ილიას უნივერსიტეტთანაც დადო ესეთი სერიოზული ხელშეკრულებები ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობდა სტუდენტების გაცვლასაც, პროფესორების გაცვლასაც, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენას და მე თებერვალში შევთანხმდით, რომ სექტემბერში ჩავდიოდით იქ რაღაც კონფერენციაზე და უნდა საბოლოო სახე მიგვეცა მათ შორის იმ პროექტებისთვისაც. ნუ იქ გვიმასპინძლეს ძალიან კარგად, მაგრამ პრინციპში იყოს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, სადაც ნუ წარმომადგენელი მათი ადმინისტრაციის მოვიდა და თქვენთან ეგეთ ვითარებაა, გერმანიის სახელმწიფოს ფული ამაში ვერ ჩაიდებაო და ნუ პირად დონეზე მეგობრობას ვაგრძელებთ, გასაგები ახლა ზოგს ვიცნობ იმ დროიდან ისიც რომ სტუდენტი იყო და მეც და სხვა რამე გვაკავშირებს, მაგრამ ნუ აი ეს ესე იგი მყარ საფუძველზე გერმანული სახელმწიფოს ფულზე დაფუძნებული პროექტები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო მსჯელობა იმის გაფართოვებაზე, ახლა ნუ იმედია დაპაუზდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეწყვეტილია. აი ერთი რაღაცა რესურსების გადანაწილებით თვითონ დაზოგვას რო აკეთებ, ან სოხუმის უნივერსიტეტს ხო უნდა გადაეცეს, ან გადასცეს თქო აგრარული მიმართულება, რომელიც უნდა წაგლიჯონ, მოდი ესე ვთქვათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ხომ ესე? ხო, აი უყურეთ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამად არის რა ისინი უნდა გადავიდეს საბაკალავრო პროგრამები ტექნიკურიდან. აგრარული ტექნოლოგიები, აგროინჟინერია, აგრონომია, ვეტერინარია, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა. აქედან 6 ეკუთვნის ტექნოლოგიების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს და 1 მთის განათლების ფაკულტეტს. ანუ ეს პროგრამები ეგრე ცალკე ხო არ არსებობს რაღაც ვაკუუმში რა, ჯაჭულია და გადახლართულია ინტერდისციპლინურობა არის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რასაკვირველია. ლაბორატორიები ჭირდება, ფერმერთან თანამშრომლობა, ასე შემდეგ და რაღაც სივრცეც ჭირდება, ლაბორატორიაც ყველაფერი და ანუ ეს ყველაფერი. აი, დავუშვათ ორივე უნივერსიტეტის რექტორები თანახმარია. ნუ ეგ გასაგებია რომ არავინ არ კითხავს. ხო. მაგრამ ანუ რატო უნდა წაგლიჯო ერთს და გადასცე მეორეს? ან როგორ უნდა ირბინონ კორპუსებს შორის უნდა ირბინონ თუ რა რა ხდება? ელემენტარულად არა, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარა. სადაც დაზოგვა.
ხო არა და საერთოდ რა ეხა ვიღაცას ტრაუმას აყენებ და ვიღაცა სოხუმი რახან გამოშიგნე ეს რა რაღაცა დამამშვიდებელი პრიზის სახით გადაეცი ეს აგრარული ფაკულტეტი ანუ რას ნიშნავს ეს საერთოდ და საერთოდ სოხუმის უნივერსიტეტი მარტო ეს აგრარული ფაკულტეტის გადაცემის თემა არ არის სოხუმის უნივერსიტეტი უბრალოდ შემთხვევით და დროებით იმედია არის ფიზიკურად თბილისში და მას როგორც თუ განიხილავ შენ როგორც თბილისის უნივერსიტეტს და ფაკულტეტები ყველა ჩამოართვე არა ნუ ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული ახლა მე არა ვარ კონფლიქტოლოგი მაგრამ რა სიგნალს ვაგზავნით ჩვენ ამ ქმედებით აფხაზეთში ისინი ხო ამას კარგად უყურებენ ისინი ხო ამას ხედავენ სოხუმის უნივერსიტეტის ესეთი გამოშიგვნით და მისი დაკნინებით მას პრაქტიკულად ჩამოერთვა დევნილი უნივერსიტეტის სტატუსი ხო რა სიგნალი გავუშვით ჩვენ ამითი სოხუმში რა ვუთხარით ჩვენ მათ რომ მე არ მაინტერესებს ამ უნივერსიტეტის დაბრუნება სოხუმში მთელი ომი და ამბავი დაიწყო 90-იანი შორის უნივერსიტეტის ამბით გვახსოვს ჩვენ ეს ყველა ძალიან კარგად უნივერსიტეტი იყო სწორედ სოხუმში ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სვეტი და ეხლა ამისი ამოშიგნა ხდება და პარალელურად ხდება ზუგდიდის გამოშიგნა ისე რომ გალიდან ჩამოსულ სტუდენტებს რომლებიც ყოველდღე ჩამოდიან საზღვარს ყოველდღე ყვეტენ ძალიან დრამატულად შეუმცირდათ არჩევანი და 3 მიმართულების არჩევანი დარჩათ ანუ მე თუ მინდა ხარისხი და მე თუ მინდა ხელმისაწვდომობა ეს ასე არ ხდება ეხლა ვიღაცის კომენტარი იყო დღეს ერთ-ერთ სტატუსზე რომ გორიშიო სტუდენტ ბავშვები დადიოდნენ კერძო მასწავლებელთან რეპეტიტორთანო და რომ გაიგესო რა ფაკულტეტები დარჩა გორში გამოვიდნენ უკვე იქიდან, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ისინი ამ ოჯახებს არ აქვთ გორის გარეთ ამ ბავშვების გაშვების საშუალება, როგორც აშანს და გორსის ფაკულტეტები ჩამოართვეს. ეს არის ხარისხის გაზრდა, თანასწორუფლებიანობა, ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ლიფტების შენარჩუნება? ანუ ძალიან ბევრ სხვადასხვა სივრცეშია ეს მავნებლური, არა მარტო მეცნიერების გაუბედურება, არა მარტო კონკურენტულობის დაკარგვა, არამედ კიდევ თანასწორობის პრინციპის შებრალვა ხდება და ხდება ელიტური კლასტერების ჩამოყალიბება განათლების სფეროშიც. თავისი შვილები ხო კარგად სწავლობენ კერძო სკოლებში და ხო კარგად დადიან საზღვარგარეთ. და ამ ბავშვებს რას ვეუბნებით, ვისაც გორიდანაც კი არ შეუძლია რომ სხვა ქალაქში იაროს. რატომ მოვუსწრე მე იმას გორში სწავლის საშუალება? კი ბატონო, უბრალოდ ერთი რაღაც და თქვა, ნუ თქვენ ბუნებრივია არის ამის შესახებ. მე არა მარტო სოხუმელი ვარ. მე მაქვს პირველი უნივერსიტეტი ჩემი ომის დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტი. სოხუმის უნივერსიტეტი დაამთავრე რა. და აი გალს რო ახსენებ, თან ჩემი სოფელი როგორც არის დევნილობამდე, წარმოშობით კი ვარ სვანიდან, მაგრამ არის ჭუბურხინჯი, ანუ როგორც კი გადადიხარ, იქვე ჭუბურხინჯი. ხონდა სოფელი და აი თუ ჩემს ხო ძალიან მტკნეულია უბრალოდ აი ქალბატონ თეა ჯუღელს მინდა უთხრა რომ აი არაფრის გვეშინია ჭუბერი გამოიარა ამ ხალხმა ქალბატონი თეა ჯუღელი იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი და აი არაფერი საერთო ქალბატონ თეა ჯუღელს აფხაზეთთან არ აქვს ძალიან მაინტერესებს რომელი ჭუბერი გამოიარა აი კელასური ჭუბურხინჯი აჩიგვარა სოხუმი თუ კინდრი მისთვის გეოგრაფიული დასახელებებიც არის თუ არა ეგეც მაინტერესებს ან რა იცით საერთოდ ჭუბერის და სოხუმის შესახებ ან ჩვენ შესახებ რა იცით ფშაფი დრანდა რა იცით ამის შესახებ ხო ანუ ნუ ლაპარაკობ ჩვენი სახელით არაფერი თქვენ პირადად არ გამოგიuliat არც ჭუბურხინჯის ხიდი გამოგიuliat და არც ჭუბერი ჩვენ ჭუბურხინჯიდან მოგვიწია გადმოსვლა იმდოს მამაჩემი უკვე ცოცხალი აღარ იყო და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ქალბატონ თეას აქვს ნათქვამი, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები თუ არ გვექნება, აგროდრონების პროგრამა გვექნება. წარმოიდგინეთ, თუ გაქვთ აგროდრონების პროგრამის შექმნას რა რესურსები ჭირდება, რომელი ქვეყნები ქმნიან და ვივარაუდებ, რომ ქუთაისში რო შენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა და დიღმიდან რომ უნდა გამოვიდეთ მიწისზე და მეტრო ალბათ მაგის შემდეგ თუ აშენდება აქ სამეცნიერო ქალაქი უნდა ეშენებინათ კიდე დიღომში ეგეც გვახსოვს აი მარტივტყუილებსაც კი უკვე რო ვერ ხო კადრულობენ კი კადრულობენ ეგაა საშინელება რომ კადრულობენ ერთი რაც მინდა ვთქვა რა როგორც მიტოვებული იყო ეს დევნილი საზოგადოება და რავი მაღალსართულიანებიდან ხტებიან დევნილები გაჭირვების გამო და თავს იწვავენ ისე ვიგივე იყო უბრალოდ სოხუმის უნივერსიტეტის დახურვა ეგ ნუ დახურვა რა მაგრამ აი ესეთ სახით შემცირება ეგ არა მარტო გზავნილი აფხაზებისთვის ზოგადად გზავნილიც ამიტომ რომ გამოდის რომ სოხუმი უბრალოდ მრავალფუნქციური ვერ იქნებოდა ბათუმი და ქუთაისი სოხუმის უნივერსიტეტის უკან დაბრუნების პერსპექტივა ძალიან შეამცირეს ამითი. ანუ მე მაგალითად ვიცი აფხაზი კოლეგები მყავს რაღაცა პროექტებშიც ერთად ვიყავთ იგივე ევროკავშირის დაფინანსებით რომელიც ახლა დასრულდა, მაგრამ ისინი ძალიან კარგად უყურებენ აქ ვითარებას და სულ სხვანაირად ამოიკითხავენ ამ გზავნილს.
ეს არის აფხაზეთის ჩაბარების თემა, ხო, ძალიან ნიშანდობლივია, ეს მე დავწერე ამაზე გარკვეული პოსტი, რომ სოხუმი ხელმეორე ჩაბარდა მტერსკო და ირაკლი კობაქიძეს როგორც წესი ძალიან ცუდად მოხვდა, იმიტომ რომ გადაცემის შემდეგ რომ ვკამათობდით, ესო როგორ დაწერეო. აი ეგეთი რაღაცების ტკივა და არ მოსწონს. ისევე როგორც ილიაუნიში ჩატარებული აქცია, კრებას რო უძახა, ხო? ანუ წინააღმდეგობა არც ერთ სფეროში, არც ერთ სტატუსშიც კი არ უნდა გამოსჭვიოდეს, იმიტომ რომ ნერვიულობს. ნუ ახლა ამ თავი თუ არ უკიცინე ხანაირად ერთადერთი მე არ მახსოვს არ თუ ქართული ხელისუფლება ზოგადად ხელისუფლება რომელსაც კანონით შემოჰქონდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ აღიარებაზე. აი სულ ახალი ამბავია დღევანდელი ხო? უბრალოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარება არის თუ არა სისხლის სამართლებრივი წესით დასჭადი. მე როგორც ვიცი არა. ანუ მე რო თქვა რომ არ ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაფრით არ ვიშები, მაგრამ მე რო თქვა რომ არ ვაღიარებ ბატონ ირაკლი კირცხალიას სისხლის სამართლის წესით უნდა ვიშებოდე, ანუ ლოგიკა რაშია? აი ეგეთი ლოგიკა აქვს. ხო. მომდენო რა იქნება იუმორს გააკრძალავენ? თუ რა? სარკაზმს ჯერ. ხო, ჯერ სარკაზმს მიადგებიან ალბათ, კი, ლოგიკურია. ნუ მოგედა ეს სოხუმის უნივერსიტეტის თემა ძალიან ცუდა და მე დიდად ოპტიმისტურადაც ვერ ვარ სამწუხაროდ წლებია უკვე რაც მშობლიური, ეს თქვა ქალაქი დავტოვე, მაგრამ ელემენტარულად ესეთ რაღაცას შევაგზავნ ისინი გაკვირდებიან. ისინი ყველაზე მეტად თუ რამეს აკვირდებიან, ჯერ თბილისია, სხვა შორის და მე შეიძლება მოსკოვი. კიდევ რა და ანუ და პლუს გარდა ენგურსხის მიღმა ყოფი ხალხისა, აქთან გალის რაიონია გასათვალისწინებელი. გალის რაიონი ყველაზე ერთ-ერთი რთული საკითხია, ხო? და ძალიან დაიჩაგრა ზუგდიდის გამოშიგმის გამო. ხო, იჩაგრება, მაგრამ ამას გარდა ახლა ჩვენც როგორც ახლა დევნილი ახლა ჩემთვის ძალიან სამაგისტრო პროგრამები რეგიონული უმაღლესებიდან ჩამოართვეს ზუგდიდს და სოხუმს მარტო. კი, კი. თელავსაც დაუტოვეს, გორსაც და ახალციხესაც. ეხლა ბათუმზე და ქუთაისზე არ ვლაპარაკობ. ერთ-ერთი ქალაქია, რომელთან შეხება გალს და აი კოლეჯის დონემდე დაიყვანეს. ხო და აი მე ვერ ხვდები, მართლა ვერ ხვდები. რომელ ლოგიკას ემსახურება, რაში არიან თანამდებობრივებით, ერთმანეთს მაინც თუ ელაპარაკებიან, რაც ქვემოდანაც. რა მგონია? რა? მე ვიმეორებ ამას მუდმივად, რომ ეს არის ერთი ადამიანის ახირება. და ეს არის ძალიან საშიში. იმიტომ რომ არ არსებობს ერთი ესეთი გენიოსი, რომელმაც ყველაფერი იცის და შეუძლია ამხელა პასუხისგებლობა ზიდოს. მე მგონია, რომ ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება ინდივიდუალურ დონეებზედაც, იმიტომ რომ ესეთი ტემპით ამდენი სისულელეს კეთება რაღაცას თავზე ჩამოაქცევს. ქვეყანას თავისთავად, მაგრამ აი ამ ინდივიდებსაც შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ მე. ნუ მთავარი უნდათ კონტროლი, ახლა ეს გასაგები არის. ახლა ამას არც მალავენ და შემიყვარე. აი ეს არის, რომ შემიყვარე და მაგიარე. ანუ ეს თემა არის და ახლა მეთოდიკას ხო რაღაცას დახვეწენ, ალბათ თუ ამის საშუალება მივეცეთ, ამას დახვეწენ ალბათ მე. მე რაც თქვი, ხო, გასაგები არის კონტროლი, და უბრალოდ არ იციან ამას როგორ მიაღწიონ, ისე რომ მთლიანად არ დაანგრიონ განათლების სისტემა. მოდი ესე ვთქვით რა. არ მარტო უმაღლესი განათლების სისტემა, სასკოლო, პროფესიული, ყველაფერი მოყვება ახლა ამ იმაში. და კიდე ერთი თემის დაძრომინდა და გადაცემის ბოლოსკენ, ანუ ზოგადად საუნივერსიტეტო სივრცეები, ნუ მე სადაც ყოფილა საავადმყოფო სტენფორდი, ოქსფორდში ყოფილა, კემბრიჯში ყოფილა და საუნივერსიტეტო სივრცეები ისეა მოწყობილი, რომ მიბმულია ბიზნესზეც და ლაბორატორიებზეც და ასე შემდეგ. ანუ უნივერსიტეტი არ არის მარტო სწავლება, უნივერსიტეტი არის კვლევა და უნივერსიტეტი არის ბიზნესი და ეს ყველაფერი ერთად არის. ქალაქის განვითარებაც არის მესამე მისია, ეს არის კიდე სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს. ამავე წერტილი მაინც არის ავტონომიურობა. რა სახელმწიფოს კი შეუძლია დიდი განშტისა კომისიების შექმნის და რაღაც წლობით ჭობის შემდეგ რაღაც ძირითადი მიმართულებებზე შეთანხმდეს უნივერსიტეტთან ერთად, მაგრამ მაინც ავტონომიურობა ამის საბაზისო პრინციპი რა. და ავტონომიურობა მე შობს კიდეც კონკურენციას რა და ანუ კიდე რაც ეუბნებიან საქართველოს მომავალს, ეუბნებიან თქვენ რამე ისეთ ღირებულ პროდუქტს სოფლიო ბაზარზე. დიდად ვერ შექმნი. ხო? ან მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში. მაინც მინდა რომ ოპტიმისტად დავრჩე და გამოვთქვა სურვილი რომ საღიაზრი გაიმარჯვებს და ეს მალე ჩატავდება და რა იქნება მაშინ საღიაზრი გამორჩა ამ შემთხვევაში? რომ უკან წაიღებენ რამე ეს? არა, ნუ უკან წაიღებენ, შეიძლება რაღაც დოზით უკან წაღება მოუწიოთ, შეიძლება ხელისუფლების ცვლილებასთან მეტი შეიძლება დავაკავშიროთ იმედი ხა მანდატს არის მე მგონი პერსპექტივები
ამინ. ხო, არა, ну ზოგადი განვითარების პროცესების ხა შეუძლებელია, ცირა ესეთი რაღაცა ახირებებზე მდგომი, რომელსაც რეალური საფუძველი არა აქვს საქართველოში, ესეთი რამე დიდხანს გრძელდებოდეს, ხო? პრინციპში ეს მაინც და მაინც არ მგონია, რომ რამე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ხო, მაგრამ, ну, ხო, აი ეს რასაკვირველია, ეხა რაზეც ვრუნავთ და რატომაც თქვათ ნერვიულობთ და ვართ რაღაცა საკითხებში აქტიურად ჩართული, ეს არის, რომ, ну, მაინც შედარებით ნაკლებად დაინგრეს და აღდგენის მომენტისთვის მერე კიდე რაღაცა პერსპექტივა კიდე გქონდეს რა, არ იყოს ყველაფერი ნოლიდან აღსადგენი. არც ხალხი დავკარგოთ, არც ინფრასტრუქტურა დავკარგოთ და არც რესურსები და არც კავშირები და კომუნიკაცია მსოფლიოს წამყვან ცენტრებთან. ჩვენ არა გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმაში, რომ კონდეს ვიყოთ ჩართულები საერთაშორისო ქსელებში, თორე ხა როგორმე ევროპის მეცნიერება და ამერიკის მეცნიერება ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე განვითარდება. ჩვენ გვჭირდება მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ. და არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დღეს ეს ყველაფერი გავანიებოთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში ესე სათუთად გვიშენებია. და პირველ რიგში დავკარგოთ რეპუტაცია და სანდოობა. მე მაგაზე მისკდება გული, კიდე იმ რაღაცა ინფრასტრუქტურას ეშველება და ხალხ შეიძლება არავის აღარ მოუნდეს ჩვენთან ურთიერთობა. აი როგორც ახლა ევროინტეგრაციის სიტუაციაში აღაც გვახსენებენ ხოლმე უკრაინის და მოლდოვას გვერდით, არა, ესე მოხდება ჩვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც. და აქ ისეთ ზარალს მივიღებთ, რომ არ ვიცი ეს როგორ შეიძლება აღდგეს. თურქმენეთს ვინმე ახსენებს სადმე აკადემიურ სივრცეში ნაკლებად. არ გვსმენია. არ ფიგურირებს და როგორმე ახლა არსებობს მსოფლიო სამეცნიერო ასე ვთქვათ თანასაზოგადოება თურქმენეთის გარეშე ან სუდანის გარეშე. აი მაგდონეზე არ უნდა დავარდეთ. გაცემს ბოლოს ალბათ უპრიანი იქნებოდა რომ თქვა რომ არგუმენტები ვერ მომისმენთ, მაგრამ მოვისმენი არგუმენტები. 104ჯერ ახსენეთ, იმან 103ჯერ თქვა და იქნება 104ჯერ. მე ეგ უნდა დავთვალო. რამეს რეპლიკის სახით ხო არ იტყოდით მაინც, რავი, თუ რამის მაგნებოდ. არა, მე იმის თქმა მინდა რომ მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა ვიდრე ჩვენ გონია. იმიტომ რომ ჩვენ ვოპერირებთ სხვა ლოგიკით. ჩვენ ვოპერირებთ იმითი რომ უნდა იყოს რაღაცა სარგებელი, უნდა იყოს განვითარება. მეორე მხარეს არის სხვა ლოგიკა. ბატონმა ლევანმა ახსენა რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთო და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენ მართლა თურმე აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ და ამიტომ იქ გადაფარვის წერტილები შეიძლება იყოს სუფთა კოსმეტიკური, რომ აი ხა რაღაცა კვოტას გაგიზრდი 5 ადგილი და შეიძლება აი მეტყველების თერაპიაზე დაგიმატო 2 ადგილი, აი რაღაცა ესეთ მაიმუნობების დონეზე შეიძლება ეს ყველაფერი დავიდეს. პრინციპულ თემებზე გვაქვს ძალიან სერიოზული საბრძოლველი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე გონია და განათლების ირგვლივ თუ არ გაერთიანდა ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მაშინ არ უყოფილვართ არაფრის ღირსი. დიდი მადლობა ისევ და ისევ, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემის სტუმრებს, თქვენს მომენტ გადაცემა საპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოყავით სოციალურ ქსელებში და გამოიწვევით ჩვენი არხი YouTube-ზე.